უნდათ, ხო? რომ ვიღაცაებმა თქვას, რომ აი, რაღაც კანარის კუნძულებიდან ან სადღაციდან რაღაცას რო მოსტავს. ეხლა ეს ტიპი, ვინც თქვენ დაახასიათეთ, თავის ორი აგარაკით, თავისი ბანკში ანგარიშით, თავისი კარგი მანქანით, ხო? ბედნიერია თუ არ არის ბედნიერი? ხო, პირდაპირი კავშირი არის? პრინციპში არ არის პირდაპირი კავშირი, ხო? ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ უпростоრედ ვამბობთ კი არა, მოსაზრებას გამოვხატავთ, რომ ავტომატურად ორი აგარაკი, ბანკში ანგარიშზე $1,000,000, Hugo Boss-ის კოსტიუმი, ანუ იღა Fendi-ის ჩანთა, არ იწვევს ბედნიერებას, ხო? მეორე მხრივ არის ესეთი გამოთქმა, რომ ბედნიერებასო ფულით ვერ იყიდიო, მაგრამ Bentley-ში თვალწრემლიანი ყოფნა ჯობია, ვიდრე მარშრუტკაშიო, ხო? ესეთი მოსაზრებაც არსებობს. დიახ. მაგარი. ესე იგი, მე მყავს მეზობელიო, აგერ ჩვენი მეგობარი გვეუბნება, რომელიც განათლებული, ერუდირებული ადამიანია, მასწავლებელია, მოსწავლეები ყავს და ბედნიერია და მდიდარიაო რა, ხო? ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობს სიმდიდრის რაღაცნაირი სახეობები, ხო? ანუ ასეთი სიმდიდრე არსებობს და ისეთი სიმდიდრე არსებობს, ხო? არსებობს მდიდარი, თქვენ ეხლა ბევრი თქვენგანი სავარაუდოდ იქნება შეყვარებული, ხო? და ეს არის ძალიან მდიდარი მდგომარეობა. თავისთავად, მოკლედ, შეყვარებული როცა ხარ და ბედნიერი ურთიერთობა რო აქვს ორ ადამიანს, ეს არის სერიოზული სიმდიდრის წყარო. არის ასე თუ არ არის? არის, ხო? ანუ შეგრძნება ზუსტად ის არის, ხო? და სხვებსაც მოსწონთ ეს ამბავი, ხშირ შემთხვევაში, მოკლედ, შენ რო იპოვე გულისწორი, ეს მოკლედ ძალიან კარგი რაღაცა. შეიძლება ამასაც სიმდიდრე რო დავარქვათ? შეიძლება, ხო? ცოდნა განათლებაზე რა სიტყვი? თქვა ძალიან განათლებული, ალბათ ყავთ ესეთი მეგობრები. ამას შეიძლება რომ სიმდიდრე უწოდოთ, ალბათ შეიძლება, ხო? ბევრგან რო არის ნამყოფი, ფეხით აქვს შემოვლილი მთელი მთა საქართველოში. ყავთ ესეთი ნაცნობი. მდიდარია ეს ტიპი თუ არ არის მდიდარი? ეს მდიდარია, ხო? ძალიან ბევრნაირი მდიდარი გამოგვივიდა, ხო? გამოვიდა, რომ ყველას თავისი გზა აქვს სიმდიდრის, ესეთი რაღაცა გამოდის, თუმცა სტერეოტიპი მაინც არსებობს, რომ მე რო გითხრათ, ეხლა გადავახვიოთ დასაწყისში და ვთქვა, რომ ერთი მდიდარი მეზობელი მყავს. რას იფიქრებთ, რომელ განმარტებისკენ წახვალთ? პირველისკენ, ხო? ანუ ფულის სიმდიდრე, ასე ვთქვათ, ყველაზე სტანდარტული, ყველაზე სტერეოტიპული სიმდიდრე მაინც ფულის სიმდიდრეა, ხო? ეხლა თქვენს გარშემო ფული ვისაც აქვს, ასეთებს თუ იცნობთ, ხო? თავისი ფული კონდეს, ეს პირობა ავიღოთ, რომ მამის და ბიძის ფული კი არ არის, თავისი ფულია, თუ ასეთებს იცნობ. ისინი როგორი ცხოვრობენ, აი ეს ტრები ყავთო რო თქვით, ეს კავშირში არის ეთანხმებით, რომ მდიდრებს ტრები ყავთ თუ ეს შემთხვევაა თუ კანონზომიერებაა. ხო, შეიძლება კანონზომიერება იყოს. რატო უნდა ყავდეთ ტრები მდიდრებს? რას ერჩია? შურთ, ერთი ვარიანტია რომ შურთ, მეორე ვარიანტია რომ თხოვენ რაღაცებს და ეს არ უკეთებს, ანუ ვერ უკეთებს. მე მქონდა სხვათა შორის ძალიან საინტერესო ჩემთვის ერთი 15 წლის წინ, მოკლედ ერთ მდიდარ ადამიანთან მუშაობდი, ესე იგი, რომელიც მდიდარია და ნუ იცის ხალხმა რომ მდიდარია და ძალიან მერიდებოდა, ეხლა მე ჩემთვის არაფერი არ მithოვია რა ამ ადამიანისთვის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რომ მოსარიდებელია, ხო? მაგრამ მოვიდა ჩემთან ახლობელი, ძალიან საპატივცემულო და მითხრა რომ იქნებ მიხვიდე და თხოვო რომ დამეხმაროს. ანუ ჩემ ახლობელს ჭირდება დახმარება და ამ ჩემ მდიდარ უფროსთან უნდა მივიდე და უნდა ვთხოვო დახმარება. ნუ ცოტა ხანი ვინერვიულე, იმიტომ რომ მერიდებოდა, მეორე მხრივ ისეთი ადამიანი მე ვერ ვეხმარებოდი და მოკლედ გაჭედილი სიტუაცია იყო და ორი ბევრი ვიფიქრე და ამ კაცთან მივედი და დიდი შესავალი გავაკეთე, რომ დიდი ბოდიში ბატონო მდიდარო
არ მინდოდა მოსვლა და შეამჩნევდი რომ წლები ერთად მუშაობდა არაფერი არ მithოვია, მაგრამ ეხლა ისეთმა ადამიანმა მთხოვა შენთან მოსვლა რომ ვარი ვერ უთხარი და თხოვე რომ მოკლედ ჭირდება რაღაც 3000 ლარი რაღაცა თავისი პრობლემის მოსაგვარებლად, ხო? რაზეც ამან თქვა რომ კარგიო. მოკლედ შენ ძალიან დიდ პატივს გცემო, კაი ტიპი ხარო, ეს რო არაფერი არ გითხოვია მართალიაო, ეხლა რომ თხოვ ესეც ფაქტიაო და მოკლედ დამეთანხმა ამ ამბავზე რა. ოღონდ რაღაცა სიხარული არანაირი არ ყოფილა, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ჩვეულებრივად, ალბათ დღეში ესეთ თანხმობას გასცემდა რამდენიღაცას ბევრს რა. და მე გაგრძელდა ჩვენი საუბარი რაღაცეებზე, ვილაპარაკეთ სხვა რამეებზე და უცებ მივხვდი რას იცით, რომ რა შარშია ეს ადამიანი, რომ ყველა ვინც იცნობს მას მიუხედავად იმისა აქამდე უთხოვია რამე თუ არ უთხოვია, ერთ დღეს რაღაცას თხოვს. ანუ ეს თუ იცნობს 5000 ადამიანს, 5000 ადამიანი ერთ დღეს მიადგება თხოვნით. ეს თხოვნა ზოგ შემთხვევაში შეიძლება ფული იყოს, ეხლავე, ზოგ შემთხვევაში შეიძლება სამსახური იყოს, შეიძლება სხვა რამე იყოს, მოკლედ ამ ტიპს მივხვდი, რომ ყველა მის კარზე აკაკუნებს და რაღაცას ითხოვს, დიახ. ინტერესების თეორიიდან. არც ერთი ეგ თეორია არ ვიცი, ამიტომ გადავწყვიტე ესე ჯიგრულად. კარგი. ანუ მე შეკითხვებს აუცილებლად გავცენ, ჩაუღრმავდეთ, ანუ იმად არ ასხლეტვად არ მიიღოთ. არაფერი თეორია არ ყოფილა, მოკლედ არ მინდოდა თხოვნა, მაგრამ მოკლედ იმ ტიპისთვის რო არის თქმაც არ მინდოდა, გავიჭედე რა, ხო ვიჭედებით ცხოვრებაში ხან. და უთხარი ამ დიდარს, რომ ისე მეთქი შენ რა მაგარ შარში ხარ თქო რა. ხო და რომ ყველა აბსოლუტურად მოდის შენთან თხოვნით. და თქვა რომ შენ ვერ წარმოიდგენო, ხო თითქოს მიხვდიო რა შარში ვარ, მაგრამ ვერ წარმოიდგენო, რომ აი ყველას აი ესე ვუყურებო, ჩემ ახლობლებს და ვიცი რომ დავკარგავ. და ეს დავკარგავ რა, იმიტომ რომ თუ არ დავეხმარები 100 ლარიან საქმეზე, ხო ეგრევე დავკარგავ. იმიტომ რომ იტყვის რომ ეს დამპალი, ამდენი ფული აქვს და 100 ლარი დაენანა ჩემთვის, ხო? თუ 100 ლარიანზე დაეხმარება რა მოხდება? 200 ლარიანზე მოვა. 200 ლარიანზე თუ დაეხმარება და შვილსაც მოუწყობს სამსახურში, იმებზე ბიძაშვილებზე მოვა და 5000 ლარზე. და რაღაც მომენტში ამას მოუწევს ვარის თქმა, ესეა? და იტყვიან რომ აი დამპალი კაროჩე, ესე იგი როგორ ამდენი ფული აქვს და როგორ არაფერს არ მიკეთებს რა. მაგარ შარში ვარო რა, მაგარ შარში. და მე შევეცადე ეხა ზოგადად მდიდარ და წარმატებული ხალხის მდგომარეობაში შესვლა ადვილი არ არის, ხო? იმიტომ რომ არის სტერეოტიპი, რომ მაგას რა ენაღლება რამდენი ფული აქვს, ჩვენ ვიკითხოთ, ხო? იმ მომენტში რაღაცნაირად ვიგრძენი, რომ მართლა პრობლემაა რა. ანუ ამ ადამიანმა თავისი შრომით, ჭკუით რაღაცეებით რაღაცა დააგროვა და მიაღწია იმას, რომ კარგავს პანტაპუნტით ახლობლებს. ყოველ დღე, აი მეც რომ მივედი, მოწყენილი გამოიყურებოდა და მე ვიფიქრე, რომ ფიქრობდა, რომ всё, მოვიდად, რომ კარგავს ამ დროს. ანუ ფიქრობს, რომ ნეტა რას მთხოვს, ისეც მთხოვს, რომ დავკარგავ, თუ ისეთ მთხოვს, რომ გავკაჩავ. ოღონდ თუ ისეთი ვთხოვე, რომ გაკაჩავს, მე მეორე ჯერზე ვთხოვ, ისეც რომ დამკარგავს. ანუ დაკარგვა არისო გარდაუვალიო რა. ესეთი უცნაური ამბავი მოკლედ იყო ერთი. მეორე ამბავი, ეს ცოტა სასაცილო ამბავია, მაგრამ ამის საილუსტრაციოდ გამოდგება, მომიყვა ბანკის მმართველმა ბოლნისში. ბოლნისელი ბანკებში მუშაობდი დიდხანს და სუფრაზე მოვხვდით და მოკლედ ერთ-ერთი ბანკის მმართველი იყო ბოლნისში და ამ თემას შეეხო თვითონ ლაპარაკი, რომ აი 5 ლარს, მოკლედ ვინც შემხვდებაო, ხო იციან რომ ბანკის მმართველია და ეხა უჭირს ხალხს, ხო მასობრივად. ვინც შემხვდებაო 5 ლარი, 10 ლარი, მასესხე, თვის ბოლომდე მაჩუკე დამეხმარე, მოკლედ 5 ლარიანი, 10 ლარიანი, 20 ლარიანი მთხოვნელი არ ელევა, ხო? ვარი რო უთხრაო 5 ლარზე ტიპს,
იტყვის რომ აი ბანკის მართველია ტიპი, ხო? და 5 ლარი არ მომცა. და მოკლედ მაგრა ინერვიულა ესეც კარგავდა ხალხს და გაუკეთებია ექსპერიმენტი ესეთი, რომ გავბრაზდიო ერთ-ერთ თვეში და ვინც შემხვდაო, ყველა დავიბარე 27 რიცხვში ხელფასის დღეს ბანკში. ანუ მთელი თვის განმავლობაში ვინც შეხვდა, ეუბნება რომ ეხლა არა მაგ 27-ში 2 საათზე მოდი და მოგცე. ყველა. ერთი 50 კაცი შეიკრიბა 27 რიცხვში ამის ოფისთან და შევიყვანეო მთელი ეს ჯოგი, შეიყვანა ოთახში. ხო? ნუ ესენი უკვე მიხვდნენ რა ხდება. ანუ შეხედეს ერთმანეთს და მიხვდნენ რომ ეს რო 5 ლარიანია, ის 10 ლარიანია, ის 20 ლარიანია, გაირკვა. ესენი ხო ბოლნისელები არიან, ერთმანეთს იცნობენ. და ტიპმა ამოიღო ჯიბიდან ხელფასი, ესე იგი 1500 ლარი ქონდა ხელფასი და თქვა რომ აგერ არის 1500 ლარი. ეხლა გამოვიტანე ბანკომატიდან 1 კაპიკიც არ მომიკლია. სულ 1500-ვე ლარი, სახში არაფერი არ წამიღია, აგერ არის და დადო მაგიდაზე და უთხრა რომ გაინაწილეთ. გაინაწილეთ. აი აგერ არის 1500 ლარი და ვისაც 10 ლარი გჭირდებათ, 10 ლარი წაიღეთ, ვისაც 20 ლარი გჭირდებათ, 20 ლარი წაიღეთ. ჯამური მოთხოვნა ამ 50 კაცში იყო 1-3000 ლარამდე. ანუ ეს ფული სულ ჯამი არ ყოფნიდა მათი საჭიროებების იმას. ცოტა ხანი იდგაო ეს 50 კაციო, ჯერ ერთი წავიდაო, მერე მეორე წავიდაო, მერე მესამე წავიდა, მოკლედ დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ მთელი ხელფასი საერთოდ თავის ოჯახს რო თავი დაანებოს ტიპმა, არ ყოფნის მისი ფული ერთ თვეში აი ამ თხოვნელების დაკმაყოფილებას რა. ძალიან საინტერესო ექსპერიმენტია, ძალიან საინტერესოა რომ ეს ამ ტიპმა შეძლო და გააკეთა პრაქტიკულად რა, იმიტომ რომ შეიძლება ამაზე გვიფიქრია. ეხა ეს ტიპი მდიდარია თუ არა? მდიდარია თუ არა? ვერ გამდიდრდები. ის ტიპი $1,500,000-იანია, ის მდიდარია? მდიდარია. როგორ გაარკვიე, სად გადის, ანუ როგორ გავარკვიო, აი ვიღაცაზე მეუბნებიან რომ მდიდარია. რანაირად გავარკვიო მდიდარ? კონკრეტულად 800,000-ზე გადის ზღვარი თუ 80,000-ზე თუ 800-ზე? როგორ? ხო. მოკლედ ჩვენ ვამბობთ ესეთ რაღაცას რა, ამას კი არ ვამტკიცებ, მე რასაც გელაპარაკებით, ეს არის მოსაზრება. რომ დაფიქრდეთ, მხოლოდ ეს მიზანი აქვს. არაფერში არ გარწმუნებთ, არაფერს არ გთავაზობთ. გთავაზობთ რომ დაფიქრდეთ და აწონ-დაწონოთ. მოკლედ ამბობენ, რომ სიმდიდრე ხალხს უნდოდა იმიტომ, რომ ყოფილიყო ბედნიერი. ხო? ბედნიერი თუ ვერ იქნები, 1,500,000-ით იქნები უბედური, თუ 1500-ით იქნები უბედური, ამბობენ რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ხო? ოღონდ ახალგაზრდა ადამიანებს თავისი კარიერის და პროფესიონალური ცხოვრების დასაწყისში არ ჯერათ ხოლმე ეს ამბავი. მოკლედ ამბობენ, მე ხშირად ხვდებოდი სკოლის უფროს კლასელებსაც და სტუდენტებსაც და მეუბნებიან რომ ხო, კაი, ეხლა გასაგებია, მაგრამ ნუ ფული მაინც საჭიროა, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ წავალთ ეხლა მაინც ფულს ვიშოვით. და მე ბედნიერიც ვიქნები, შენ არი დარდო, გავბედნიერდები, ოჯახი თუ მეყოლება, სახლი კარი თუ მექნება, ბედნიერიც ვიქნები, ხო? ოღონდ მე ვარ 43 წლის და ჩემი გოგო ბიჭები, ჩემთან ერთად რო ახალგაზრდები იყვნენ, ეხლა ისინიც არიან მეტნაკლებად 43 წლის, ხო? და ძალიან ბევრი უბედურია. მანქანა ყავს ყველას, თითო აგარაკი აქვს ყველას, უახლოეს ჩემ წრეზე გეუბნებით. მაგრამ ყველა ბედნიერი არ არის. და იმასაც ვიტყვი, რომ არათუ ყველა ბედნიერი არ არის, არამედ ბევრი არის უბედური. 15 წელი ვიმუშავე ბანკებში, სადაც ფული იშოვება. ანუ ნორმალური ხელფასებია ბანკებში მოგეხსენებათ, დაწინაურების სქემები მეტნაკლებად გამჭვირვალე, შეგიძლია გაკაჩო და წინ წახვიდე. ძალიან ბევრი უბედური ხალხი ვნახე ამ ბანკებში. ძალიან ბევრი. უამრავი. ხო? 1500 ლარიან უბედურებს ვიცნობ, 7500 ლარიან უბედურებს ვიცნობ, 75,000 ლარიან უბედურებს ვიცნობ, რაღაცა 7,5 მილიონიან
უბედურებსაც ვიცნობ, ხო? რა თქმა უნდა 1500 ლარიან უბედურებს მეც ვიცნობ, ვიდრე 7.5 მილიონიან უბედურებს, თუმცა პროპორციულად რაოდენობის და არა ხარისხის, ხო? ამბობენ, რომ არსებობს new rich, ახალი მდიდრები. New rich. და ეს ახალი მდიდრები არიან მდიდარი ცხოვრების ნირით, ცხოვრების წესით. მოკლედ, მდიდარი ცხოვრებით ცხოვრობს ხალხი. ერთი მაგალითი, ერთი წიგნია კარგი, სხვათაშორის ძალიან გირჩევთ ამ წიგნს ყველას, ქვია 4 საათიანი სამუშაო კვირა, 4 hour work week. ხო? ტიმოტი ფერისი არის ავტორი, ძალიან კაი წიგნია, პატარა სახალისო, თუ გაქვთ ჩვევა წიგნების წაკითხი, შეგიძლიათ ეს წიგნი წაიკითხოთ. და I'm new rich-ს უწერია, მოკლედ ამ ტიმ ფერის ბევრი რაღაცა. და ამბობს, რომ სტანდარტული დაპირება კორპორატიული ამერიკის, ეს ამერიკელი ავტორია და ამერიკაზე ლაპარაკობს, ოღონდ ჩვენი სიტუაცია ძალიან გავს. მოკლედ, მოდი ეხლა დამეხმარეთ, რომ ქართული სტანდარტული დაპირება შევადგინოთ. რას გპირდება კორპორატიული საქართველო? თქვენ ხო ხართ ახალგაზრდები, საწყის ეტაპზე თქვენი კარიერის, როგორ აპირებთ გამდიდრებას? გააქვთ რამე გეგმა? სწავლით, ჯერ ისწავლით, მერე რას აპირებთ? მერე იმუშავებთ. რა ადგილებში იმუშავებთ? დიდ კომპანიებში თუ პატარებში? დიდში, ხო? კაი, მერე რას აპირებთ დიდ კომპანიებში? დიდ კომპანიაში დაწინაურდებით სავარაუდოდ, გახდებით მენეჯერები, მერე გახდებით დირექტორები, ხო, ნელ-ნელა მოკლედ გაიზრდება თქვენი პოზიცია. მერე რას აპირებთ? საკუთარ ბიზნესს დაიწყებთ, ხო? რა ასაკში დაახლოებით? 28? 25? 25-28, გავიგე. მანამდე მოასწრებთ დიდ კომპანიებში მუშაობას, გწოდნის დაგროვებას? გააჩნია რას აკეთებთ, ხო? მოკლედ, თანამედროვე დაპირება გამოიყურება ესე, რომ დათვალოთ, მართლა დაჯექით და დათვალეთ თუ არ გეზარებათ, ფული გექნებათ, რომ იქნებით 50 წლის. ჯერ ერთი ან გექნებათ ან არა. ხო, ეს მნიშვნელოვანი. ანუ, კარგ შემთხვევაში კორპორატიული დაპირება არის ესეთი, რომ ჯერ ნელა მიდიხარ, მერე კიდე ცოტა, მერე კიდე ცოტა, მერე ცხოვრება ხო არაერთგვაროვანია. იქ რაღაც პერიოდი პირად საკითხებზე იქნები უფრო კონცენტრირებული, ხან შეიძლება რაღაც ჯანმრთელობის ისინი გქონდეს, ხან შენ ახლობლებს უნდა მიხედო, უპატრონო, მოკლედ რაღაცა პაუზების აღება გიწევს. 50 წლისას ფულის გარდა კიდევ რა გექნებათ? კარგ შემთხვევაში ფული თუ გექნათ, კიდევ რა გექნებათ? ოჯახი, ესე იგი, კარგია და თან შვილები და შეიძლება შვილიშვილებიც გყავდეთ, ხო? გაილაღებთ? ვერ გაილაღებთ, კიდევ გექნებათ ართრიტი. სახსრები გეთკინებათ. და რაღაცეები კიდე რა. ბევრი რაღაცა გექნებათ 50 წლის ასაკში და ვერ გაიხარებთ. არ გვინდა. უბრალოდ ეხა ფაქტი კი არ არის რომ ვერ გაიხარებთ, ხო? მაგრამ გაგიჭირდებათ გახარება. იმიტომ რომ სიმდიდრე მათ შორის გულისხმობს ჯანმრთელობას, გულისხმობს სიმდიდრე. გულისხმობს, იმიტომ რომ ჯანმრთელობა, ესე იგი სიმდიდრეს მინუს ჯანმრთელობა აზრს მოკლებულია, ხო ასეა? ხო. ჯანმრთელობის შენარჩუნებას რა მეთოდით აპირებთ? ბანკში მუშაობით? ჯანსაღი ცხოვრება. კარგი ბატონო, ჯანსაღი ცხოვრების ნაწილი არის თუ არა სტრესის ადეკვატური დონე? არის, ხო? ყველამ ვიცით ეს ამბავი, რომ ჯანმრთელობაზე სტრესს აქვს ძალიან დიდი გავლენა. ძალიან სტრესებში თუ იქნები, ალბათ ჯანმრთელი ვერ იქნები, ხო? თავიდან ახალგაზრდა ხარ, ძლიერია ორგანიზმი, ერევა რაღაცეებს, მაგრამ თან და თან მერე ვეღარ მოერევა, ხო?
მოკლედ, დაწყებული გაქვთ ჯანმრთელობის გაფრთხილება თუ არა? კი? დარწმუნებული ხარ? იმდენი თქვენ რა გითხარით? ეს ამდენი ტაში არ გვინდა. ამდენი ტაში არ არის საჭირო, დავაგროვოთ და ბოლოში ერთიანად. მოკლედ, ჩვენ ვამბობთ, რომ თქვენ უნდა გამდიდრდეთ ხვალ. მოდი განვიხილოთ ეს ვარიანტი. მოკლედ, ერთი ვარიანტია, რომ გამდიდრდეთ 50 წლის, მეორე ვარიანტია, რომ გამდიდრდეთ ხვალ. ხო? რომელი ჯობია? თუ ორივე შესაძლებელია, რომელი ჯობია? თქვენ 50 წლის გირჩევნიათ, რომ გამდიდრდეთ. კარგი. კარგი, უბედური ახალგაზრდობა და ბედნიერი. მაგარი. მოკლედ, ვიღაცაები არიან ოთახში, ვისაც ხვალ გამდიდრება ურჩევნია, ხო? თუ შესაძლებელია ორივე ამ პირობით. ეხლა ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, მაშინ დარჩა რომ შეიძლება რომ ხვალ გამდიდრდე, თუ არ შეიძლება რომ ხვალ გამდიდრდე. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ხვალ გამდიდრება, თუ არ შეიძლება? ამ წუთას თუ შეგიძლიათ რომ გამდიდრდეთ. არა? მაგარია. თუ ურთიერთობებში არის სიმდიდრე, თუ არ არის სიმდიდრე, არის. თუ ურთიერთობებს მივათვლით სიმდიდრეს, ამ წუთას გამდიდრება შეგიძლიათ? კი, შენ მეგობარს შეგიძლია ხელი ჩაკიდო ეხლა ამ წუთას და უთხრა რომ ძალიან მიყვარხარ და გამდიდრდები ოდნავ, ესეა? რომ დაუმესიჯო, რომ რა კაი ტიპი ხარ, შენ რო არ მყავდე გლები შემჭამდნენო, ისიც გამდიდრდება და თქვენც გამდიდრდებით. აუცილებლად. ეხლავე ამ წუთასვე, ხო? ამ საღამოს შეგიძლიათ კიდე უფრო გამდიდრდეთ? შეგიძლიათ. რანაირად? დედა შეიძლება ნახოთ, თუ დედის ნახვა გინდა. როგორ? ვერ გავიგებ მაფათიეთ. ცუდად ისმის ესე იგი. მოკლედ, ბოლოში იქნება აუცილებლად შეკითხვების საშუალება და ბოდიში ზოგი რამე მესმის, ზოგი რამე არ მესმის. ბოდიში, მაგრამ შეიძლება ჩაგერიოთ. რა თქმა უნდა. ძალიან საინტერესოა თქვენი მართლაც რომ შვენიერი ინფანტილური იდეების მოსვენა, მაგრამ შეგიძლიათ უფრო მთავარ თემაზე გადახვიდეთ, იმიტომ რომ მართლა ამაზე მთავარი არ ამაქვს, თუ ეს არ მოგწონთ, უნდა დავგვანებოთ. მაშინ გითხარით როგორ შეგიძლიათ მოგვიყვეთ როგორ მიაღწიეთ წარმატებას, ეგ უფრო გვაინტერესებს. კი, აუცილებლად, მაგაზე გადავალ აუცილებლად. თუმცა თემა ამ შეხვედრის ჯეჯელავამ როგორ მიაღწია წარმატებას არ იყო, მაგითო ბოდიშს მოგიხდით, მაგაზე სულ ცოტა გვექნება საუბარი, თუ შეკითხვას დასვამთ იმ შემთხვევაში. მოკლედ არიანო ადამიანებიო, ვინც გადაწყვიტა, რომ დღეს იყოს მდიდარი და არიან ადამიანები, ვინც ელოდებიან გამდიდრებას. და ამბობენ, რომ ეს არის სუფთა არჩევანი, არაფერი ობიექტური ამაში არ არის. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს არგუმენტი ესეთი, რომ ადამიანი თუ არის ავად, ის ვერ იქნება ბედნიერი, ხო ასეა? ჯანმრთელობა თუ არ. ეს თქვენ ხელშია თუ არ არის თქვენ ხელში? დღეს თქვენ ხელშია. თუ დღეს არაფერს არ გააკეთებ, ხვალ არაფერს არ გააკეთებ, ზეგ არაფერს, მერე შენ ხელში აღარ იქნება, ხო ცხადია? რას სწავლობ? ამას აქვს კავშირი ბედნიერებასთან თუ არა აქვს? აქ, ხო? რაც გაინტერესებს, უფრო იმას თუ სწავლობ, ცოტა უფრო ბედნიერად გზნობ თავს, რაც არ გაინტერესებს იმას თუ სწავლობ, ცოტა უფრო ნაკლებად ბედნიერ. ეს თქვენ ხელშია თუ არ არის თქვენ ხელში? თქვენ ხელშია. უბედურების რაოდენობის შემცირება თუ შეგიძლიათ. რაღაცეები, მოკლედ ამბობენ, რომ თქვენ იცნობთ ხალხს, ვინც გართმევთ ენერგიას. იცნობთ ამ ხალხს. ვისთანაც ცუდად გზნობთ თავს. კი, რატო ურთიერთობთ ამ ხალხთან, რა გინდათ?
იძულებულები ხართ. რო დაფიქრდეთ, შეიძლება არც ხართ იძულებული. ერთ-ერთი აი პატივცემულმა რო იკითხა, რომ შენ როგორ მიაღწიე წარმატებასო, ხო? წარმატებაზე არ გეტყვით, მაგრამ ბედნიერების ნახტომისებური ზრდა მქონდა ერთი 10 წლის წინ, როდესაც გადავწყვიტე, რომ ვინც არ მევასება, იმათთან აღარ ვიურთიერთო. და ვიღაც ტიპმა რომ დამირეკა და დაბადების დღეზე დამპატიჟა, მე ვუთხარი რომ სამწუხაროდ ვერ შევძლებ. იმიტომ რომ ვიცოდი რომ იმის დაბადების დღეზე ჩვეულებრივ ვისტრესები ხოლმე, მივდივარ ისეთი ხალხი მხვდება, რომელიც არ მომწონს, ლაპარაკობთ ისეთ რამეებზე, რომელიც არ მაინტერესებს, მე ვაკეთებთ ისეთ რაღაცებს, რაც არ მომწონს და დასტრესილი მოვდივარ სახლში. 10 დაბადების დღის გამოკლება წელიწადში, ჩემი ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესა. შეუულია გააუმჯობესოს თქვენი ცხოვრების ხარისხიც, ხო? სამსახური, ეხა აქეთკენ მინდა რომ წავიდე, არის ძალიან ცენტრალური ნაწილი ჩვენი ცხოვრების. და თქვენ ეხლა ან უკვე გაქვთ სამსახური, ან გეგმავთ რომ გქონდეთ სამსახური, ხო ესე? ოჯახსაც გეგმავთ რომ გქონდეთ, ზოგს შეიძლება გაქვთ, ხო? ჯერ ოჯახზე შეგეკითხებით. კარგი აზრია თუ არა, რომ ჩამოყალიბდე, რომ დაქორწინდე არა სიყვარულით, არამედ ანგარებით. ხო არსებობს ასეთი? ანგარებით ქორწინებაზე რას ფიქრობთ? იდეაში ბედნიერი იქნები თუ არ იქნები? ნუ დაბალი ალბათობაა, რომ შეიძლება დაემთხოს 1000-ში ერთხელ ესეთი რამე ხდება, მაგრამ უფრო იშვიათია, ხო? ანგარებით სამსახურზე რა სიტყვით? ანგარებით სამსახური. კარგი აზრია თუ არ არის კარგი აზრი? მოკლედ ჩვენ ვამბობთ, რომ შენი ცხოვრება ნახევარი თუ მიდის პირად ცხოვრებაში, ოჯახში და ნახევარი მიდის სამსახურში, ეს თუ არ გიყვარს, მაგარ შარში ხარ და ის თუ არ გიყვარს, მაინც მაგარ შარში ხარ. ანუ არსებობს მოსაზრება და ეს მოსაზრება არის მცდარი, რომ სიყვარულისთვის არის ოჯახი და მეგობრები და სამსახური არ არის სიყვარულისთვის. სამსახური არის იმისთვის, რომ იშოვო ფული, რომ ეს შენი ბედნიერების მხარე, ანუ ოჯახი, მეგობრები და ახლა, ეს არის სუპერ შეცდომა. და ამ სუპერ შეცდომას ადამიანები აღმოაჩენენ ხოლმე, როცა მათი კარიერა არის პიკში. როდესაც თქვენ განვითარდებით და იქნებით დირექტორი რაღაც კომპანიის, შეიძლება თქვენი კომპანიის, შეიძლება სხვისი კომპანიის, აღმოაჩენთ, რომ არანაირ დადებით ემოციებს თქვენში ეს თქვენი სამსახური არ იწვევს. ანუ აღმოაჩენ, რომ არ გიყვარს. და ეს არის ძალიან ძიმე აღმოჩენა და ძალიან ძიმე დარტყმა ნებისმიერი ადამიანისთვის. ამიტომ მე მინდა ესე იგი ორი რაღაცა მთავარი, რაც მინდა რომ დღეს, რაზეც მინდა რომ გთხოვოთ რომ დაფიქრდეთ რა. ერთი რაღაცა არის გამდიდრება, დაიწყეთ დღესვე. ხო? იმ ხალხთან შეწყვიტეთ ურთიერთობა, ვინც არ გევასებათ. იმიტომ რომ ეს გაღარიბებთ. ეს ზუსტად ვიცით, თითოეულმა თქვენგანმა ზუსტად იცის, რომ გაღარიბებს შეხება შურიან არაკეთილ განწყობილ რაღაცნაირ ხალხთან და თითოეულ თქვენგანს შეუულია რომ ეს ხალხი გამოარჩიოს სხვა ხალხისგან, ხო? მეორე არის ჯანმრთელობის საკითხი, რომელიც სანამ ახალგაზრდა ხარ, გონია რომ სულ იქნება, არა და სულ არ იქნება. ანუ დღეს როგორც ჩაინვესტირებთ ჯანმრთელობაში, ისეთი ჯანმრთელობა გექნებათ გრძელვადიან პერსპექტივაში. ესეც არის გამდიდრების ამბავი. სწავლა, კითხვა და შემეცნება ესეც არის გამდიდრება, გაღარიბების ამბავი. თქვენ შეგიძლიათ დღესვე უფრო მდიდარი ცხოვრებით იცხოვროთ, ინტელექტუალურ ცხოვრებას გულისხმობ, ვიდრე აქამდე ცხოვრობდით. ანუ ცოტათი შეგიძლიათ რომ გამდიდრდეთ ინტელექტუალური თვალსაზრისით. მეტი სითბო და მეტი სიყვარული ავტომატურად არის გამდიდრების გზა, ხო? მეორე ძალიან კარგი წიგნია, ამასაც გირჩევთ, თუ კითხვის ჩვევა გაქვთ, არის ქვია ესე 5 regrets of dying. ანუ მომაკვდავთა 5 სინანული. ძალიან საინტერესო წიგნია. ქალი იყო, ავსტრალიელი ქალი, ექთანი, რომელიც უვლიდა შეძლებულ ფულიან მომაკვდავ პაციენტებს. მომაკვდავს რას ნიშნავს? ვისაც დაუდგინდა ისეთი დაავადება, რომელიც განკურნებადი არ არის.
და შეაგროვა სტატისტიკა ამ ადამიანმა დიდარი მომაკვდავები რას ნანობენ. და პირველი ნომერი 5-ვე სინანულზე არ მოგიყვებით, მაგრამ პირველი ნომერი იყო ნეტა ჩემი ცხოვრებით მეცხოვრა. ნეტა ჩემი ცხოვრებით მეცხოვრა. რას ნიშნავს ეს ხო ვერ მეტყვით? რას ნიშნავს ჩემი ცხოვრებით მეცხოვრა თუ სხვისი ცხოვრებით გეცხოვრა? თქვენი ცხოვრებით ცხოვრობთ? ხან კი და ხან არა, ხო? რას ნიშნავს როცა ცხოვრობ შენი ცხოვრებით? როგორ შენ რაც გინდა იმას აკეთებ. თუ ვიღაცა ძმაკაცი რო გეუბნება რომ მოიცა კაცო იქ ჯობია, შენ ამბობ რომ შენ ჭირიმე რა. ხო? მე შენ შეგიწყობ ხელს, შენ შემიწყე ხელი, ჩემთვის ბედნიერება ბანკში არ არის, ხატვაშია. ან ბანკშია და ხატვაში არ არის, ხო? და შენთვის ბედნიერება არის სხვაგან. ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს თავისი მშობლების ცხოვრებით, რაც იმათ ჩაუფიქრეს, თავისი მეგობრების ცხოვრებით, რაც მეგობრებს მოსწონთ, მაგალითად ჩვენ სასტავში თუ ამბობენ რომ ვა ის რა მაგარია უცხოეთში დადის, ხო? შეიძლება გინდოდეს უცხოეთში სიარული, ოღონდ ეს შენი საკუთარი ნდომა კი არ იყოს მოყვანილი, მოდა, ხო? ბევრ თქვენგან შეიძლება ის არ ეცვას, რაც ეხლა აცვია, თვითონ რომ გადაწყვიტოს. ესეა? შეიძლება, ხო? ჩაცმაშიც კი სოციალური ეს წნეხი მონაწილეობს, ხო? რას იფიქრებენ, როგორ იფიქრებენ, სხვებს რა აცვიათ, როგორ აცვიათ, რა სტილში, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და არ არის აუცილებელი რომ ეს იყოს დრესკოდი. ანუ სამეგობრომ შეიძლება დრესკოდი შემოიღოს, ხო? ისე რომ დრესკოდს არ დაარქმევს, რა თქმა უნდა. კიდევ რაში შეიძლება რომ შენი ცხოვრებით იცხოვრო, ან სხვისი ცხოვრებით იცხოვრო? პროფესიის არჩევა არის ყველაზე ხშირი მეთოდი სხვისი ცხოვრების ცხოვრებით, ხო? თქვენი მშობლები შეიძლება მოუმზადებელი დახვდნენ ბიზნესის ბუმს და ამიტომ ეს მშობლები იწყებენ პროგრამირებას თავისი შვილების, რომ ყველა წავიდეს ბიზნესის მიმართულებით. და საქართველოში ბიზნესის მიმართულების სტუდენტების მოზღვავებაა, ხო? შეიძლება თუ არა ბავშვი იჯდეს და ოცნებობდეს ბიზნესის ბაკალავრიატზე. ხო. ძალიან გაუჭირდება, იმიტომ რომ რანაირად უნდა ოცნებობდეს, აი რა უნდა წარმოიდგინოს, როგორ უნდა დახატოს თავის ბიზნესმენობა. ხო, ბავშვები ხო ხატავენ რაღაცებს, რაზეც ოცნებობ. რანაირად უნდა დახატოს. ვერანაირად ვერ დახატავს, იმიტომ რომ ბიზნესი სინამდვილეში არაფერს არ ნიშნავს. ხო, თარგმანში საქმეს ნიშნავს და ეგ იგივეა, რომ ბავშვი ამბობდეს, რომ საქმე მინდა რომ ვაკეთო, ხო? საქმის კეთების ოცნება მოკლედ ცოტა სუსტი ოცნებაა, ხო? ნახევარზე მეტს კვლევები არსებობს ამ მიმართულებით, ნახევარზე მეტი ადამიანი სწავლობს და მუშაობს ისეთი პროფესიით სოფლიოში, რომელიც არ უყვარს. ნახევარზე მეტი ხალხო, ეს რამდენია, ხო წარმოგიდგენიათ? ამ დარბაზში ნახევარი კარგ შემთხვევაში იმზადებს, ეხლა გეგმა აქვს, რომ იყოს უბედური პროფესიულად. იმიტომ რომ რაც უყვარს იმას არ აკეთებს. ანუ თავისი ცხოვრებით კი არ ცხოვრობს პროფესიული გაგებით, არამედ ცხოვრობს სხვისი ცხოვრებით. ეთანხმებით, რომ ეს ნახევარი იქნება თუ ეს სტატისტიკა იქნება ეგრე თუ არ იქნება. იქნება, ხო, შეიძლება მეტიც იყოს. ვინც ემზადება. ესე ჩვენი მეგობარი კი წავიდა, რომელსაც აინტერესებდა ჩემი ამბები, მაგრამ მე 20 წელი პროფესიული ჩემი ცხოვრებიდან გავატარე უსიყვარულო ტერიტორიაზე. ანუ თავიდანვე ვიცოდი, რომ არ მიყვარდა ის პროფესია, რასაც ვაკეთებდი. და მოვახერხე, რომ 20 წელი ამას დავუთმე. წარმატებული ვიყავი თუ არა, დიახ ვიყავი, თუ დაწინაურება გაინტერესებთ, თუ ხელფასი გაინტერესებთ, სტატუსი, ვიზიტკა, კაბინეტი და ესეთი რაღაცები, ვიყავი წარმატებული, ოღონდ ბედნიერება აბსოლუტურად არ მომიტანა IT-შნიკობაზე ამ შემთხვევაში საუბარი, IT-შნიკი ვიყავი ნახევარი ცხოვრება, ხო, აქამდელი ნახევარი ცხოვრება, კარგი IT-შნიკი ვიყავი, მერე დავწინაურდი, მერე IT-შნიკების უფროსი გავხდი, მერე რაღაცეები გავხდი, მაგრამ ბედნიერება არ მოვიდა.
წარმატება კლასიკური გაგებით მოვიდა, ფულსაც არაუშავდა, ბედნიერება არ მოვიდა. ეს არის ძალიან რთული და ეხლა ჩემი ახალი ცხოვრება სულ ითulis 1-7-8 წელიწადს. ანუ 7-8 წელია, რაც დავიწყე იმის კეთება, რისი კეთებაც მინდოდა. და იმის კეთება, რომ მინდოდა, რასაც ბოლო დროს ვაკეთებ, ეს ვიცოდი 20 წლისამაც. ანუ გააზრებული მქონდა, რისი კეთება მინდოდა, ოღონ მითხრეს მრჩეველები გამომიჩნდნენ და მითხრეს, რომ სანდრო მაგითი ფულს ვერ იშოვი. და ოჯახს ვერ არჩენ. ამიტომ ავდექი მე როგორც პასუხისმგებლობიანი ადამიანი და წავედი ოჯახის რჩენის და ფულის შოვნის მიმართულებით, ხო? რაც ეხა სინანული არ მჩვევია ზოგადად და ამას ესე არ გაიგოთ რომ რამეს ვნანობ, მაგრამ თავიდან რომ ვიწყებდი ამ შეცდომას არ დაუშვებდი რა და თავიდანვე დავიწყებდი ჩემი ცხოვრებას. მე რაც მომწონდა, მე რაც მინდოდა, იმის გაკეთებას დავიწყებდი, ხო? ოჯახის რჩენა რომ მოახერხო და ბედნიერი არ იყო. პროფესიულად რა მოხდება? არაფერი, არ იქნები ბედნიერი, ამ უბედურებას მიიტან ოჯახში და გადაედება შენ ოჯახს შენი უბედურება. არ შეიძლება რომ ოჯახში ნაწილი ხალხი იყოს ბედნიერი, ხო? ოჯახი ისეთი რამეა, სადაც ანუ ართ ერთმანეთ ერთ პონჩი ბედნიერი და საერთოდ არა ვართ რა. როგორ? შეიძლება მეორე მხრივ პროფესიულ სიმხელა წონა აქვს, რომ ის თუ კაჩავს ჯოჯოხეთისკენ, მოკლედ ჯამში 64 არ კეთდება, ხო? ბევრი ჩვენგანი, აი სახლში, ვინც ყავთ ახლობლები, ვინც მუშაობს და წარმატებულია, უნდათ სამსახურზე ლაპარაკი თუ არ უნდათ. ვისაც არ უნდა სახლში სამსახურზე ლაპარაკი, ყველა უსიყვარულოდ არის სამსახურში. როგორ? არ არსებობს? რა ვიცი, მე გავიგეთ თქვენი მოსაზრება, მე მგონია რომ ამას აქვს კავშირი, ანუ ობიექტურობასთან მგონია რომ კავშირი აქვს. თქვენი მოსაზრება მესმის და პატივისცემ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ იმიტომ რომ მე ვიცი მაგალითად რომ შემოვიღე წესი ოჯახში მე, რომ მოდი სამსახურზე არ ვილაპარაკოთ. ხო? და როგორც კი მივაგენი ისეთ საქმეს, რომელიც მიყვარდა, ვერ მაჩერებდნენ, ესე იგი ვერც ოჯახში, ვერც მეგობრებში და ვერსად, ხო? ეს ხო არის მნიშვნელოვანი, თუ არ არის მნიშვნელოვანი? ანუ ეს ცეხის ლოგიკა, რომ მე წავალ ვიმუშავებ, უბედური ვიქნები და მე მოვალ და საღამოს 6-დან გავბედნიერდები, მოკლედ რაღაცნაირად ჩვენ დროში მანდამაინც აღარ მუშაობს რა. ჯერ ერთი 6-ზე სამსახური არავისი აღარ თავდება, ხო? იმიტომ რომ ჯიბეში ტელეფონი თუ კიდევ სამსახური გრძელდება 24 საათი, ნიუსწაი ჩემი სამსახურიც არასდროს არ მთავრდება და არ თქვენი სამსახური არასდროს არ დამთავრდება. მე მინდა მოგიწოდოთ, მოკლედ რო შევაჯამო, ესე იგი ჩვენ დღევანდელი საუბარი და მე შეკითხვებზე გავცემ სიამოვნებით პასუხს. პირველი მინდა მოგიწოდოთ, რომ დღეს დაწეროთ გამდიდრების გეგმა. გამდიდრებაში ლაპარაკია ცხოვრების გამდიდრებაზე, ლაპარაკია იმაზე, რა შეგიძლია ყოველდღიურად გააკეთო, დღეს რა შეგიძლია გააკეთო, ხვალ რა შეგიძლია, ზეგ რა შეგიძლია, იმისთვის რომ შენი ცხოვრება იყოს უფრო მდიდარი. ანუ გამოაკლო უინტერესო, მოსაწყენი, ნერვებს რაც გიშლის გამოაკლო და მიუმატო საინტერესო, რაც რისი მუღამიც გაქვს, რისი ინტერესიც გაქვს, მათ შორის ჯანმრთელობა არ გამოგრჩეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჯანმრთელობა სანამ ახალგაზრდა ხარ, ხანდახან გავიწყდება, იმიტომ რომ გონია რომ ეგ ხო ისედაც მაქვს და გექნება რაღაც დრომდე გექნება და მერე აღარ გექნება. ურთიერთობები არ დაგავიწყდეთ, ეს არ მგონია რომ დაგავიწყდეთ, რომ მეტი დრო ფიზიკურად რო გაატაროთ იმ ხალხთან, ვინც გიყვართ, ეს ავტომატურად უფრო მდიდარი ცხოვრება. მრავალფეროვნება არ დაგავიწყდეთ, ხო? შენ თუ იმიტომ გაცვია ეს ჩასაცმელი, რომ სულ ესეთი ჩასაცმელი გეცვა, ხო? ეს არის ცუდი სტრატეგია. ხო? ჩაკეტვის სტრატეგიაა, რომ რახან მე
გუშინ წინის წინ გადავწყვიტე რომ ესეთი ვარცხნილობა მიხდება და ამიტომ მაქვს ესეთი ვარცხნილობა, ეს არის ცუდი აზრი. იმიტომ რომ იდეაში მრავალფეროვნება ხანდახან ცუდი მრავალფეროვნებაც კი ბედნიერების მომყვანია, ხო? შეიძლება ისეთი ვარცხნილობა გაიკეთო, რომ მიხვდე რომ არ გიხდება, მაგრამ ცოტათი უფრო ბედნიერი გახდები. ამბობენ. მრავალფეროვნება პრობლემაა, იმიტომ რომ თქვენი მეგობრები რას იზამენ, თქვენ რომ გადაწყვიტავთ რადიკალურად რაღაცა შეცვალოთ. მაგალითად, ჩაცმის სტილი თუ გადაწყვიტავ რომ შეცვალო, რას კოსტიუმით რომ მოხვიდეთ, თქვენ ხვალ და გალსტუკით, თქვენი მეგობრები რას იტყვიან? ჩაიხითხითებენ და იტყვიან რომ აუ მოიცა რა კაცო. ხო რა ეს რა არის? გაიცინებენ, გამოიცინებენ. თქვენ რო თქვათ რომ აპირებთ რომ მილიონერი გახდეთ, რას იზამენ თქვენი მეგობრები? დაგცინებენ, ჩაიხითხითებენ. თქვენ რო თქვათ რომ აპირებთ რომ კიბო მოარჩინოთ და შიმშილი აღმოფხვრათ აფრიკაში, რას იზამენ თქვენი მეგობრები? აი თქვენც კი გეცინებათ ეხლავე, ხო? ეგ ხითხითი არის რომ ღუპავს ადამიანებს. ამას ქვია social pressure, სოციალური წნეხი და ღუპავს ადამიანებს. არც ავტოავარიებს, არც კიბოს არაფერს იმდენი ამდენი ადამიანი არ დაუღუპავს, რაც დაუღუპავს ხითხითს, მეგობრების ხითხითს. შენ იდეებთან დაკავშირებით, შენ გეგმებთან დაკავშირებით. ეს არის სხვისი ცხოვრების მოდელი. ანუ თქვენ თუ იქნებით მეგობრების ჭკუაზე მოსიარულე, ცუდად ჟღერს თუ კარგად ჟღერს, მეგობრების ჭკუაზე დადის. თითქოს არც ისე ცუდადაც არ ჟღერს თითქოს, მაგრამ ძალიან ცუდი რაღაცაა საბოლოო ჯამში. არა და ის მეგობარი ხო თითქოს შენი მხარდამჭერია, დიახ. ერთი წამი ბოდიში როგორ მეგობრის რჩევა უნდა გავითვალისწინოთ თუ არა? რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ რჩევა გამოიყურება ესე, რომ შენ ეუბნები რომ ვაპირებ რომ რაღაცა, აი ესეთი ქუდი ვიყიდო. და ის გეუბნება რომ აუ მოიცა რა, ხო? ეხლა ეს რჩევაა თუ არ არის რჩევა? თან ცოტათი რჩევაა, მაგრამ არგუმენტი რაღაცნაირი რჩევაა, ხო? ტრუხა რჩევაა, ხო? მოკლედ ჩვენ ვამბობთ რომ უმეტესობა ჩვენგანი აი ამ ტრუხა რჩევებსაც ითვალისწინებს, ულოგიკო, უშინაარსო რჩევებს, ხო? წითელი პალტო უნდა ვიყიდო და გეუბნებიან რომ რა წითელი პალტო, კაცო, ხო? აქერ არის წითელი პალტო, აქედან. უნდა დავანებო ფიზიკის სწავლას თავი და ხატვის სწავლა დავიწყო. ეს რო თქვათ, რას გეტყვიან? ჩაიხითხითებენ და გეტყვიან რომ მოიცა რა დროს ამდენი გისწავლია, ამდენი შრომა დაგიხარჯავს და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ ვამბობთ, ბოლოში კომენტარი იყო ბოდიში და ვერ გავიგონე და ამიტომ ვერ ისქენი, გამოვეხმაურე, მე კითხვა პასუხი გვექნება და უფრო მეტი საშუალება იქნება. სხვისი ცხოვრებით არ იცხოვროთ, არ შეიძლება. გეგმას რო დაწერთ დღეს, მე დიდი იმედი მაქვს რომ ვინმე მაინც დაწერს დღეს გეგმას, ესე იგი ამ თქვენ ცხოვრებაში თქვენი რა არის და სხვისი რა არის, აი ამისი გარჩევა არის სიმდიდრისკენ ძალიან მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი. ანუ ესე რომ მაცვია, რატომ მაცვია, მე გადავწყვიტე მართლა თუ არა, აქ რო ვსწავლობ, რატო ვსწავლობ, მე გადავწყვიტე თუ არა, ამ ტიპთან რომ მეგობრობ, რატომ მეგობრობ, მე გადავწყვიტე თუ არა, ხო? ამ მუსიკას რო უსმენ, რატო უსმენ? შეიძლება თუ არა, რომელიმე თქვენგანი უსმენდეს მუსიკას, რომელიც თვითონ არაურჩევია. შეიძლება, ძალიან გავრცელებულია. და შესაბამისად არ უსმენ იმ მუსიკას, რომელიც შენია იდეაში, იმიტომ რომ შენ წრეში მიღებულია, რომ ეს რაღაცა კარგია. ხო? ანუ ეს სოციალური ისინი ყველაფერში, ჩაცმაში, პროფესიაში, მუსიკაში, ყველაფერში ვრცელდება. და პროფესიის არჩევაზე მინდა გითხრათ. აქაც შეკითხვა მინდა რომ დაგისვათ, როგორ ფიქრობთ, არსებობს ესეთი ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩო დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია ყველა პროფესია. რამდენი პროფესიაა, როგორ ფიქრობთ? სულ სოფლიოში. რამდენი ძალიან ბევრი, ვთქვათ, შევეცადოთ რომ რაღაცა ციფრზე გავიდეთ. 1000. 10,000 შეიძლება, ხო? 300,000 პროფესია? ხო, 300,000 ცოტა ბევრი.
დაახლოებით 10,000-მდე გამოდის. 7,500 პროფესია ამ კონკრეტულ დოკუმენტში. ახლა ზოგიერთი აქ არ იქნება, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ 7,500-ია. რო ჩამოგათულებინოთ, რამდენს ჩამოთვლით? 10. ნუ ძალიან თუ შეეცდებით და ჯგუფური შეიძლება 100 ჩამოთვალო, ხო? დანარჩენი 7,400-ს რატო ვერ ჩამოთვლე? რაღაც არ ჩანს, ვერ ვხედავთ, ხო? მაგალითად, იარსებებს თუ არა პროფესია სცენის გამნათებელი. ყველა ვარიანტი იარსებებს, ხო, რამდენი სცენაა, ყველა სცენას განათება ჭირდება არც. შენ ჩამონათვალში მოხდებოდა სცენის გამნათებელი? არა, იმიტომ რომ არ გიფიქრია ამაზე, ხო? ხო, ანუ შენ გარშემო რაღაცა არ შეგხვდა, ასე ვთქვათ, შენ წრეში, ხო? იარსებებს თუ არა ფარდების მკერავი. აუცილებლად იარსებებს ვიცით რომ არც. ეს ხო ასტრალური არც ერთი არ არის, რაც თქვი. ეხლა მე ხო არ მithქვამს კოსმოსური ხომალდის გაშვების მერე საზიანო რაღაც რადიაციული ნარჩენების სპეციალისტი. ეს რო არ იცოდე, არა უშავს. მაგრამ სცენის გამნათებელი და ფარდის მკერავი ხო ძალიან ტრივიალური რაღაცებია. რატო არ იცი? კაი ბატონო. ჩვენთან კაფელშიკიც პრობლემაა, მოგეხსენებათ, ესე იგი, ბევრი რაღაცა არის, პრობლემა არის შოვება, ხო? ეხლა, თუ 7,500 პროფესია არსებობს დედამიწის ზურგზე, 7,500-ია თუ 10,000 არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი ძალიან. ადამიანები როგორი მიდრეკილებებით იბადებიან, როგორ ფიქრობთ? რამდენნაირი პროფესიული მიდრეკილება არსებობს? ერთი რასაც თავს ჩაუდებ, მაგრამ თავისი, აი შენი ცხოვრებითო რო ვამბობთ, ხო იარსებებს 7,500-ნაირი მიდრეკილება. მეტიც, ანუ 7 მილიარდ ადამიანი, 7 მილიარდი მიდრეკილება აქვს, მაგრამ პროფესიებად რო დააჯგუფო, მინიმუმ 7,500 ხო ნაღდად გამოვა. ალბათ მეტიც გამოვა, ალბათ 27,000-იც გამოვა, ხო? ეხლა თუ არსებობს ადამიანები, ესე იგი ამ დარბაზში თუ ზის 300 ადამიანი, ხო? და ამ 300-ის მიდრეკილებები რო გამოვავლინოთ და გამოვიდეს რომ ეს 300 ადამიანი 200 მიდრეკილების მატარებელია, ხო? ვიღაცები დაემთხვევიან, ვიღაცები არ დაემთხვევიან. და რომ მოგიტანოთ მენიუ 20 პროფესიიანი და აგარჩევინოთ. ანუ 200 პროფესიის მსურველებს 20-იანი მენიუ მოგიტანოთ და აგარჩევინოთ პროფესია 20-დან. რა მოხდება? ძალიან ბევრი ხალხი განწირული გახდება. ხო? ანუ ვინც მიახლოებული მაინც იპოვა თავისი მიდრეკილების, ის უკვე მაგარ პონჩია, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ერთ-ერთზე არ დაემთხვეს, მაგრამ ნუ პრინციპულად, მოკლედ ფარდების მკერავად თუ იყავი დაბადებული და თეატრში კოსტიუმების მკერავად სწავლობ, უკვე ძალიან მაგარ პონჩი ხარ. ანუ კი არის აცდენა ტექნიკური, მაგრამ ჯგუფი რაღაცა შინაარსობრივად იქარ. თუ დაბადებული ხარ მსახიობად, ხო? და სწავლობ ადვოკატად, არა უშავს, იმიტომ რომ ადვოკატის სასამართლო საქმე ცოტათი მაინც რაღაცა ლოგიკით, აი შენი სიტყვით გამოსვლა რაღაცა კავშირში. მინისტრად მათ შორის თუ მუშაობ, არა უშავს, ესე იგი სამსახიობო ოსტატობა გამოსადეგი. კი, რა თქმა უნდა, ხო? მოკლედ ჩვენ ვამბობთ, რომ უმეტესობა ჩვენგანს 20 პროფესიიდან თუ ავირჩევთ, მოგვიწევს ისეთ პროფესიაში მთელი ცხოვრების გატარება, რომელიც ვაფშე არ არის კავშირში შენ მიდრეკილებასთან. საერთოდ არანაირ კავშირში არ არის. ჩვენ როგორც გითხარით, ბანკებში მუშაობდი და თან ბანკებში მუშაობდი ისეთ პერიოდში, როცა ბანკის მეტი ლამის სამსახური არ იყო, ხო? იყო სახელმწიფო სამსახური და იყო ბანკი. მინახავს ადამიანები, რომელიც აბსოლუტურად უღიმღამოდ ასრულებენ თავის სამუშაოს. და მეც მინახავს და თქვენც გინახავთ და მეგობრებიც გეყოლებათ, რომლებიც ვერანაირ სიამოვნებას მიახლოებულსაც კი ვერაფერს ვერ იღებენ სამსახურისგან. ეხლა მე თუ ეგ ტიპი ვარ, ვინც და მე ვიყავი ეგ ტიპი კონკრეტული მე, ხო? ვინც ვერ იღებს სიამოვნებას თავისი სამსახურით. ეს რო უთხრა, რას გეტყვის?
რა ვქნა, სხვა გზა არ არისო, ერთი ვარიანტი გეტყვის, რომ მართალი ხარ, მაგრამ რა ვქნა ძმაო, ხო? კიდე ცხოვრება მოიტანაო, იგი იმის ნაირსახეობაა, რომ სხვა გზა არ არის, ანუ ბედმა, მარგუნა, ასე ვთქვათ ესა. კიდევ როგორ? არც შეიმჩნევს, ეგ უფრო აპასნია. ის ტიპი, რომელმაც იცის, რომ არ ევასება და ამბობს, რომ აბა რა ვქნა, კიდე არა უშავს, როცა საშუალება ექნება, შეიძლება დაითესოს, ხო? ეს, რომელიც ამბობს, რომ არა, ძალიანაც მიყვარს, ის უფრო შარშია. ხო? იმიტომ რომ როცა შანსი მიეცემა, არ გადავა. შესთავაზებენ მსახიობობას ადგილობრივ დასში და იტყვის, რომ რა მსახიობი კაცო, ბუღალტერი ვარ და გააგრძელებს ბუღალტრობას, ხო? ძალიან ბევრი ადამიანი იმისთვის, რომ დაიცვას თავისი ფსიქიკა, მოიჩვენებს, რომ უყვარს ის, რასაც აკეთებს. ძალიან ბევრი ადამიანი იმისთვის, რომ დაიცვას თავის ოჯახი, მოიჩვენებს, რომ უყვარს ვისთანაც ერთად ცხოვრობს. ხო? ურჩევნია, რომ მოიჩვენოს, ვიდრე წავიდეს ცვლილებების გზით. და ძალიან მძიმეა, რა თქმა უნდა, ცვლილებები, პროფესიული ცვლილებები ძალიან მძიმეა, ოჯახური ცვლილებებიც ძალიან მძიმეა, ხო? ჩვენ ვამბობთ, რომ მანდარი გადაწყვეტილება მთავარი მისაღები. მოკლედ, თქვენ რაც აქამდე მეოთხე კურსელი ხართ ვინმე? ხავთ, ხო? მეოთხე კურსელი რო ხარ და რომ მიხუდი, რომ არ არის ეს საშენო, რა უნდა ქნა? არც არაფერი, ერთი ვარიანტი. თავიდან დაიწყო, მეორე ვარიანტია. პირველ კურსზე, მეოთხე კურსელი გადმოვიდაო პირველ კურსზე, ანუ გაიაზრა და გაბედა. ეგეთი ბევრი იქნება თუ ცოტა. ერთეულები ძალიან რთულია ხალხო, ძალიან რთულია მეოთხე კურსელი და იგივე ხდება კარიერაში. თან წარმოიდგინე, რომ ვერ გაბედა მეოთხე კურსზე. თქვა რომ მოდი ეხლა სამსახურს დავიწყებ, ცოტა რაღაც მოვიწყობ. დაიწყო სამსახური, ხო? მერე უკვე რა ვიცი, შეყვარებული ყავს, ოჯახის შექმნას აპირებს და ამბობს, რომ ეხლა ხო არ დავიწყებ. მოდი ეხლა ეს ოჯახი პატარა რაღაცა ელემენტარული, ერთი რამდენიმე წელი, მერე პატარები ეყოლება ბავშვები, ერთი 10 წელი, ხო და მერე იქნება 40 წლის. ეს ხდება, ხო? და 40 წლის უფრო დიდი შანსია, რომ შეცვალო თუ მეოთხე კურსელმა. Jasnია მეოთხე კურსელზე ჯერ უფრო ადვილი არის მოსახვევი. რაც უფრო შორს მიდიხარ, მოხვევა უფრო რთულდება, ხო? 40 წლის მოხვევა დიდი იშვიათობაა, დაჟე მეოთხე კურსზე მოხვევაც კი დიდი იშვიათობაა, ხო? ამიტომ ვინ ჯერ მეოთხე კურსელი არ ახართ, მოუხვიეთ სანამ დროა. ეს მინდა რომ გითხრათ. თორე ის პრობლემები, კაი, მოდი განვიხილოთ ესეთი ვარიანტი. თქვათ ეხლა ვინმე მიფიქრა, აქ მყოფმა, რომ გონი უნდა მოუხვიო. სხვაგანა ვარ და სხვა რამე მხიბლავს, ხო? და წავიდა და დღეს საღამოს თავის მეგობრებს უთხრა, რომ მოკლედ ესეთ რაღაცეები მოვისმინე, ცოტვინი ამერია, იურიდიულზე ვსწავლობ და მივხვდი, რომ აი ხატვა ძალიან მიყვარს რა და ხო არ წავსულიყავი და ხატვარი ხო არ გამოვსულიყავი, ხო? რას ეტყვია? ჩაიხითხითებენ, ეტყვიან, რა სისულელეა, ვიღაც აუცილებლად ეტყვის, რომ თან ხატე კაცო არ არის პრობლემა, ხო? ანუ პროფესია და თან ხატე ოჯახში ხშირად არის ეს ამბავი, რომ ეს ჰობი პარალელურ რეჟიმში, ხო? კიდევ რას ეტყვიან? სადაც აქამდე მოსულ ხარო, ეს მაგარი არგუმენტია, რომ ამდენი გიწვალია აქამდე მოსულ ხარ, ეხლა უნდა ჩაყარო წყალში ეს მთელი შენი შრომა. მეორად პროფესია დაერჩიო, ანუ თან ხატეს ნაირსახეობა გაიჩნდა, რომ თან ისა. შეიძლება გითხრან, რომ მოდი ეს დაამთავრე და მერე ჩააბარე იქაც, რომ ესეც კონდეს დიპლომი კონდეს და იურისტის და თან ისა. რო დაუჯერო და გააგრძელო სწავლა და ბოლომდე მიიყვანო, ხატვას რა ბედი ეწევა. დიდი შანსია, რომ ხატვა საერთოდ ისკნას რა დაიხიოს უკან. მოკლედ არის იმპულსი. აი სიყვარულივით არის გარკვეული აზრით, რომ აი ეხლა თუ არ ქენი რამე, მერე აღარ ისამ რა. ანუ თუ არ გამოუწყდი შენ თავს და სხვასაც რაც ხდება, ხო? მერე არაფერი სიტუაცია წაიღებს ამ ყველაფერს. ზუსტად იგივე ხდება პროფესიულ ცხოვრებაში. არის იმპულსები, მომენტები, როცა ტვინი აგერევა და ეს გეუბნება, ეს შინაგანი ხმა, რომ მიდი, ხო? მიაწექი, შეცვალე, გაბედე
თუ დააცდი რამდენიმე საათს, დილას უკვე რაღაცა ისინი მოგივა აზრები, რომ მოდი ეხლა ბარემ ბოლომდე, წლის ბოლომდე, მივხედავ, მერე იმას ვიზამ, მერე ამას ვიზამ და ასე შემდეგ. არ გაიუბედუროთ თავი. ძალიან ცუდი იქნება, რომ თავი გაიუბედუროთ. ეხლა პროფესიებზე მინდა გითხრათ, ეს უკვე რეალობაა, რომ მოთხოვნა რომელ პროფესიებზე არის მოთხოვნა და რომელზე არა, იცით? ბიზნესი, იურიდიული, სამედიცინო, საერთაშორისო ურთიერთობა დავამატოთ, ხო? ენერგეტიკა, კარგი ბატონო, ეს თქვენი სპეციალობაა თუ რატო აღელდი? აჰა, ძალიან კარგი. როგორ? ვეტერინარობა, გადასარევი. მე გეტყვი. ეხლა შეკითხვა მაქვს. ისეთ იურისტზე თუ არის მოთხოვნა, რომელსაც არ უნდა იურისტობა? არა. ისეთ ვეტერინარზე რო არ უნდა ვეტერინარობა? არა. ისეთ ენერგეტიკოსზე რო არ უნდა ენერგეტიკოსობა? არა. და რატო? რაც არ გევასება, ეხლა კი დაამთავრებ, მიახჩობ რამენაერად რა. მერე არ განვითარდები. მოკლედ, ერთადერთი შეკითხვაზე რომელ პროფესიაზეა მოთხოვნა, პასუხი არის რომელიც გიყვარს. იმიტომ რომ ძალიან მაგარი ფოტოგრაფი, ჩემ მეგობარი კიდევ ერთი 40 წლის, რომელმაც თქვა, მანამდეც ამბობდა სხვათაშორის რომ ფოტოგრაფი უნდა გამოსულიყავიო და ხითხითებდა ყველა. ფოტოგრაფი ხარ თუ აპირებ? არა, რექტორმა თქვა, თქვენ მაგივრად პასუხი იმაზე გავიცინე, ენერგეტიკაზე არ გავიცინე, კარნახს ქონდა მცდელობა. აი ენერგეტიკაში სასაცილო არაფერი არ არის, ისევე როგორც ვეტერინარიაში, ისევე როგორც ფოტოგრაფიაში. მოკლედ, უკაცრავად. ხმა, მომესმა. ბრძანეთ. კითხვა მაქვს თქვენ. რა თქმა უნდა. გამარჯობა ცერ. გაგიმარჯობთ. ანუ დასაწყისს დაუბრუნდებოდი, ისევ სიმდიდრეს რა თქმა უნდა და მაინტერესებს, ანუ ეს სიმდიდრესკენ მიმართული ამბიციები უნდა გქონდეს მართლა? თუ და მეორე აზრი იყო თქვენი, რომ არ არის სიმდიდრე, თუნდაც ბედნიერებაო და როგორ მოვიქცეთ ახლა ბედნიერება ვეძებოთ თუ სიმდიდრე? არაჩვეულებრივია, მე თქვენი ნებართვით ოდნავ შემოვინახავ თქვენ შეკითხვას, იმიტომ რომ ახლა უკვე ვამთავრებ მონოლოგის რეჟიმში და გადავდივარ დიალოგში და აუცილებლად გავცემ პასუხს. მადლობა. კი ბატონო. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ ერთადერთი მეთოდი, რომ იყო ბედნიერი და იყო მაგარი, არის რომ გიყვარდეს რასაც აკეთებ. ხო? იმიტომ რომ თუ გიყვარს, მე ვითარდები, თუ გიყვარს, გაინტერესებს, ძალით ვერ განავითარებ შენ თავს. ჩემ მეგობარზე გეუბნებოდით ფოტოგრაფობა რო გადაწყვიტა, მანამდე ბიზნესში იყო 20 წელი და არაუშავს ბიზნესმენი გამოვიდა. ანუ განა არ გამოუვიდა ბიზნესი, გამოუვიდა. მაგრამ ეხლა ტიპს აქვს ორჯერ ნაკლები შემოსავალი ფოტოგრაფიით, ვიდრე რაც ქონდა და არის უბედნიერესი. და მისი ოჯახი, რომელიც მის შემოსავალთანაც კორელაციაშია, ამბობს, რომ სად ვიყავით აქამდეო რა. იმიტომ რომ ეს ტიპი იყო დაბოღმილი, დაძაბული, ესეთი ნერვიული თქვა არ ვიტყვი, მაგრამ ისეთი რა, არ იყო კაი რა. და ეხლა არის უბედნიერესი. და მათ შორის ოჯახმა რომ ხარი დაუჭირა ამ თავის ამბავში, აი ამაზე სუმთლად გაგიჟებულია და მოკლედ სიყვარულის და სისიამტკბილობის ზეიმია, დიახ. მე ეხლანდელი ჩემი საქმიანობა, მე ხა ჯარში ვარ გაწვეული. ანუ ეს ასარჩევი საქმიანობა არ არის რა. მინისტრობაზე მეკითხებით, ხო ალბათ, არ მომწონს, მაგრამ საჭიროა, ესე იგი. საჭიროა, კი, საჭიროა. ანუ დროებით ავარ, ეს ვიცი, რომ დროე, აი ჯარში რო გაგიწევენ ეგ ამბავია რა, ხო? თორე სასიხარულო და სახალისო ამ საქმეში ბევრი მანდამაინც ფოტოგრაფი მეგობარი, არაჩვეულებრივად, კი. მე შევცვალე, კი, 20 წელი IT-შნიკი ვიყავი და მე გავხდი სპიკერი. ეს რო გამიწვიეს ჯარში, ხო ჯარში რავი, ვისაც იწვევენ, არავის არ მოწონს, მაგრამ საჭიროა, სამშობლოს ვჭირდებით. ხო, ანუ ეს მე არ შემიცვლია რა, მოკლედ გამიწვიეს, მიხმო სამშობლომ ცოტა ხანი. ვიქნები ჯარში, როგორც არის ჯარის წესი და მე დავბრუნდები, ისევ გავაგრძელებ სპიკერობას. დღევანდელი დღე არის მცდელობა
რომ მე ვიყო მე. ხო, ამიტომ ვაკეთებ ამას, ეს ჩემ მოვალეობებთან კავშირში არანაირად არა. თქვენ თუ გინდათ იყოთ ბედნიერი, მოკლედ და მდიდარი, მოკლედ მე ვამბობ, რომ ნამდვილი განმარტება მდიდრის არის ბედნიერი. თქვენ შეკითხვასაც მოვადექი მე მგონი. მდიდარი არის ბედნიერი ადამიანი. ზოგი უფულოდ არის მდიდარი, ზოგი ფულით არის მდიდარი, ზოგი პროფესიულად არის მდიდარი, ზოგი ხელოვნებით არის მდიდარი, მეგობრებით არის მდიდარი, ოჯახით არის მდიდარი, რაც უნახავს და რაც უსწავლია და რაც შეუქმნია, თავისი ხელოვნებით არის მდიდარი. მოკლედ ჩვენ ვამბობთ, რომ გადადებული სიმდიდრე 50 წლის ასაკში რომ მიიღწევა, არის ტყუილი, აბსოლუტური ტყუილია. არ იქნება ეგ, ხო? ესეთი მაგალითია ამ ტიმ ფერისის წიგნში, რომ კაბრიოლეტი მასზე ოცნებობდიო, ჩემმა ძმაკაცმა მითხრა, რომ კაბრიოლეტი BMW მინდოდაო რა. და 50 წლის რო გახდა, მოკლედ მისცა თავის თავს უფლება, საკმარისი ფული ქონდა, ოღონდ ეხა ვეღარ ვხდიო, იმიტომ რომ წელი მტკივდებაო. კაბრიოლეტი იყიდა, ოღონდ ვეღარ გადახდის, ეხლა იმიტომ რომ დაუბერავს და წელი ეთკინება რა, ხო? ეგ ამბავი. მოკლედ არის მომავლის სიმდიდრის დაპირება და ეს არის სრული ტყუილი. და არის ეხლანდელი სიმდიდრე, რომელიც შეიძლება დაიწყოს ხვალ. კონკრეტულ ხვალ, ხო? და ეს არის ნამდვილი სიმდიდრე. ამ სიმდიდრეში ფული იქნება თუ არა მეორე ხარისხოვანია, მაგაზეც გეტყვით სხვათა შორის, რომ ფულის ვინც ბევრი ფული იშოვა, ყველას ინტერვიუ რო წაიკითხოთ, შეიძლება არ დაიჯეროთ, შეიძლება დაიჯეროთ, ამბობს რომ ფულისთვის არ ვაკეთებ. ხო? ანუ მევასება და ფული მოვიდა. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვინც ფულისთვის არ აკეთებს და მართლა ევასება, ისე ვითარდება, რომ მერე ფული მოდის. ანუ მაგარი ხო უნდა იყო, რომ ფული მოვიდეს, ხო? მაგარი ვერ გახდები თუ არ გევასება. ანუ ფულისთვისაც თუ გინდათ კეთება, ეგ თუ არის თქვენი ამოცანა, მაგრა უნდა აკეთოთ და მაგრა ვერ გააკეთებ თუ არ გიყვარს, ხო? თუ გვერდზე მდგომი არ გიყვარს, კარგად ვერ იმღერებო, ეგ ამბავია, ხო? მოკლედ ვამთავრებ ჩემ მონოლოგს, ესე იგი და ორი მოწოდება მაქვს. შეკითხვა თუ გაქვთ, ეხლა გადმოგცემთ სიტყვას და გავცემთ თქვენ შეკითხვებს პასუხი. პირველი მოწოდება შეეხება გამდიდრებას დღეიდან, ან ხვალიდან, ხო? თქვენ შეგიძლიათ ნამდვილად ნებისმიერ ასაკში, ესე იგი ტკივად სახსრები თუ არ ტკივად სახსრები, მიუხედავად ამისა, რომ ხვალიდან თქვენი ცხოვრება იყოს უფრო მდიდარი. ამისთვის საკმარისია, რომ დაფიქრდე, რეები გინდა და გახალისებს და გაბედნიერებს და რეები არ გინდა და არ გიყვარს და არ გახალისებს და რაებიც არ გიყვარს უნდა ნელ-ნელა გააჩოჩო, რეებიც გიყვარს უნდა შემოაჩოჩო. თავარი ოპოზიცია ამას ეყოლება თქვენი ახლობლები. ეს სამწუხაროა, მაგრამ ესე იქნება. მოკლედ ჩვენ რო იტყვი რომ მე მინდა სხვანაირ ჩამწმელი ვიყო, იხითხითებენ, რო იტყვი რომ პროფესიას ვიცვლი, იხითხითებენ, რო იტყვი რომ ბიზნესში მივდივარ, იხითხითებენ, რო იტყვი რომ ბიზნესი აღარ მინდა, იხითხითებენ, ეს ხითხითი უნდა გადაიტანოთ, ხო? ეს არის მთავარი ჩელენჯი. და მეორე არის რომ როგორც რა მეთოდითაც არჩევთ გულის სწორს, ან შეარჩიეთ, ვინც უკვე შეარჩიეთ, იმ მეთოდით უნდა შეარჩიოთ სამსახური. გული რო აგიჩქროლდება, ესე იგი და დრო რო ისე გადის, რომ ვერ ამჩნევ, რაღაცას რო აკეთებ, ეს არის სიყვარული, პროფესიული, ხო? და ის რაშიც დრო შეუმჩნევლად გადის, რაც გულს აგიჩქროლებს პროფესიულ ასპარეზზე, არის შენი მოწოდება. თუ არც ერთ პროფესიაში არ ჯდება შენთვის ცნობილში, არის ნერვიულო, იმიტომ რომ პროფესია არსებობს 7500 და შენ იცი მარტო 100. ანუ 7400 პროფესია შენთვის უცნობია, ხო? თუ შენ აირჩევ ისეთ პროფესიას, რომ მარტო შენ იქნები საქართველოში, იქნები ყველაზე მაგარი. არა? მარტო შენ თუ იქნები, ცხადია რომ ყველაზე მაგარი შენ იქნები, იმიტომ რომ სხვა ვერ იქნება. თუ მოწოდებაა თან, თუ შენია, არ დაგეზარება განვითარება, არ დაგეზარება სწავლა, არ დაგეზარება ჩაღრმავება, არ დაგეზარება რომ სულ უფრო და უფრო მაგარი გახდე და საბოლოო ჯამში 10000 საათის წესია, ამითი დავამთავრებ. გაგიგიათ 10000 საათის წესი. მოკლედ ამბობენ, რომ 10000 საათი ვარჯიში
ყოფნის, რომ გახდე ოსტატი, დიდოსტატი რაღაცის. ინგლისურის, ენერგეტიკის, სპიკინგის, დიზაინის, ფარდების კერვის და ასე შემდეგ. 10,000 საათი full time არის დაახლოებით 5 წელი, 4-5 წელი. On full time. უმაღლესი განათლება სხვადასხვა ამაზეა აგებული, რომ full time თუ ერთი და იგივე რაღაცას ვარჯიშობ 4-5 წელი წესით უნდა ძალიან მაგარი გახდე, ხო? თუ full time არ აკეთებ, პარალელურ რეჟიმში თუ აკეთებ, არის 4-5 წელი გახდება უკვე 8-10 წელი, რომ ნახევარი დრო რო დაუთმო დაახლოებით, ხო? ბევრია 10 წელი დახელოვნებისთვის თუ არა? არ არის ბევრი. იმიტომ რომ ეს 10 წელი მაინც გავა. და ან ისე უბედური იქნები, და ან უკვე ბედნიერი იქნები, ხო? ასე რომ დაიწყეთ, მოკლედ, რაც გევასებათ, იმაში ვარჯიში დაიწყეთ. არავინ არ გეუბნება, რომ მიატოვე სწავლა, მიატოვე ეს, არაფერი არ მიატოვო. ჩამოყალიბდი საით მიდიხარ. თავარი არის ჩამოყალიბდი და დაიწყე ინვესტიციები. ხით-ხითი უნდა გადაიტანო, ცოტა ხანს იხით-ხითებენ, მერე დაანებებენ ხით-ხითს თავს. მერე უკვე სერიოზულად მოგიდგებიან. ჩვენ ქვეყანაში პლუსი ის არის, რომ 10,000 საათიანი იმდენად ცოტაა, რომ 5,000 საათიანებს აყეფებენ. ხო? ანუ ეგეც პლუსია, ასე ვთქვათ, რომ მართლა დიდოსტატი შეიძლება არ დაგჭირდეს, ხო? დიდოსტატი ფოტოგრაფი კი არა, რაღაცნაირი ფოტოგრაფი რო იქნები, უკვე პირველი კაცი იქნები. ანუ იმდენად დაბალია პლანკა უმეტეს შემთხვევაში, ხო? ძალიან მასობრივ სპეციალობაში თუ ხართ, ხო? თქვათ იურიდიულზე თუ სწავლობ და ყველა იურიდიულზე სწავლობს, ან ბიზნესზე სწავლობ და ყველა ბიზნესზე სწავლობ, განსაკუთრებულ შარში ხართ. ხო? იმიტომ რომ კონკურენცია იქნება მაღალი, მანდ რეცეპტი არის რომ შეიძლება შეურიო, ანუ ვიწრო სპეციალიზაცია იპოვო, მაგალითად ბიზნესის მეოთხე კურსზე ვარ და ყველაზე ბედნიერი ცხოვრებაში მე მყავდა ესეთი მეგობარი, იყო როცა ცეკვავდა ქართულ ცეკვებს. მოკლედ მოცეკვავეა ტიპი და ბიზნეს ფაკულტეტზე სწავლობს. რა ურჩიოთ, როგორ გაბედნიერდეს ეს ტიპი? ერთი ვარიანტი რადიკალურია, რომ მიაგდოს ბიზნეს წავიდეს იცეკვოს, ხო? მაგრამ არსებობს მიქსი, ჰიბრიდული ვარიანტი, რომ თავისი ბიზნესი იყოს ეიჯენსი, აგენტობა მოცეკვავეების. ანუ თავისი საკუთარი, ასე ვთქვათ, ისა, რა ქვია მაგას, ანსამბლი, თავისი საკუთარი ანსამბლი და მისი ბიზნესი იყოს დაკავშირებული მის იმასთან, გატაცებასთან, ხო? მოგზაურობა მიყვარს და ბიზნეს ფაკულტეტზე ვარ. არა, იურიდიულ ფაკულტეტზე ვარ და მოგზაურობა მიყვარს, რა ვქნა? რაღაცნაირი ისეთი სტილი უნდა ავიღო იურისპრუდენციის ის ნაირსახე UNICEF-ში უნდა ვიმუშაო და პროექტების მიხედვით შევეცადო რომ ვიმოგზაურო. მოკლედ, მარტო რადიკალური ზომები არ არის. შეიძლება რომ რაღაცა ჰიბრიდული მეთოდებით მოკლედ შენ მოსაწონ პროფესიას, ასე ვთქვათ, ისქნა რა. სხვანაირად განმასხვავებელი ვერ გექნება, სხვანაირად იქნები 1000-დან 1. ხო? როგორც კი სპეციალისტები, მენეჯერი, რომელიც არის პროფესიონალი ცეკვის ანსამბლებში, საქართველოში რამდენი იქნება? 3 ალბათ, ან 5, ხო? და პროსტა მენეჯერი რამდენი იქნება დიპლომით? 1000-ობით, ხო? ამაზე გვაქვს საუბარი. ანუ არ ჩათვალოთ, რომ მოწოდება მანდამაინც არის, რომ უნდა მოწყდე აქედან და გავარდე სადღაც, შეიძლება არ მოწყდე, მაგრამ დაფიქრდე იმაზე, როგორ შევაჯვარო, მოკლედ ის, რასაც ვაკეთებ, რაც ბედმა თუ აქამდელმა ცხოვრებამ მარგუნა და ის რაზეც ოცნებობ, რა. ოცნებაზე ვარს თუ იტყვით, მოკლედ არაფერი არ გეშველებათ და თან მერე არ თქვათ, რომ არ გაუფრთხილები ვართო, რა. შო, მორჩი, მადლობა. შეკითხვებს უპასუხებ? გამარჯობა. გაგიმარჯოთ. მე მაქვს ერთი კითხვა. საკმაოდ ხშირად ხდება ისე, რომ არის რაღაც პროფესიები, რომელსაც უბრალოდ უარს, რომელსაც უარს იმიტომ ამბობენ, რომ ეს უბრალოდ არ არის პერსპექტიული, არ არის კარგი, ანუ მოსაწონი ხალხში ეს პროფესია. ანუ პერსპექტივას არ აქვს დიდი გასავალი ხალხში, ასე ვთქვათ. არ არის დიდი შემოსავალი ამ პროფესიით და ამ პროფესიაზე ამბობენ უარს. ანუ ეს ამ პროფესიას არ აქვს დიდი პერსპექტივა არ აქვს. და მაგ შემთხვევაში რა უნდა ხნას ადამიანმა, რომელსაც ეგეთი პროფესიისკენ აქვს მიდრეკილება?
მოგახსენებთ. რამდენიმე ვარიანტია. დაუშვათ, წარმოვიდგინოთ, რომ მინდა მიტაცებს ძერწვა მიტაცებს, ხო? დავბრძანდით და გიპასუხებთ. რამდენიმე ვარიანტია. ერთი ვიხილა ვარიანტს, რომ გავხდე მძერწავი, პროფესიონალი, ანუ 10,000 საათი დავხარჯო და გავხდე მძერწავი. ეს არის ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტი, თუ ეს ვარიანტი არ გამომდის, არის რომ სხვა რამე გავხდე, მაგრამ ძერწვასთან აი ბიზნესზე რაც თქვით რა. ანუ ბიზნესმენი გავხდე, ოღონდ ჩემი ბიზნესი იყოს კერამიკა სიტყვაზე, ან ისინი ქვევრები, ან რაღაცა მსგავსი, ხო? მესამე ვარიანტი არის რომ პარალელურად ავირჩიო, თქვა რომ იქაც ვიმუშავებ და აქაც ვიმუშავებ. ძალიან ბევრი ხალხია, რომელიც ბანკში მუშაობს და თან ტურისტული კომპანიაც აქვს. ანუ ხალისობს იმ პარალელური თავისი საქმიანობით, აქეთ მხარეს მოკლედ ნახევრად ხალისობაც ვარიანტია. და მთავარი რაც უნდა ამ შეკითხვაზე ვთქვა, არის რომ თუ ისეთ რამეს სწავლობ, რაც ძალიან პოპულარულია, მაგარ შარში ხარ. იმიტომ რომ კონკურენტი გეყოლება უამრავი, ხო? თუ სუპერ მაგარი ხარ და ციდან ფეხად ჩამოსული იურისტი ხარ, კაი ბატონო, ანუ პირველ ადგილებს თუ იღებ და ჯგუფში პირველი ხარ და კურსზე პირველი ხარ, მაშინ არ აგიშავს, ხო? თუ ხარ 50-მე, ხო, მაშინ გავიჭედეთ, ხო? ანუ ეგეც საფიქრალია. ამ გაგებით იშვიათი პროფესიობა ჯობია ხშირ პროფესიობას. ჩემმა მეგობარმა ვიხითხითეთ კი არა დავიხოცეთ, 20 წლის ვიყავით, რომ ტიპმა თქვა, რომ უნდა გავხდე წყალქვეშა მეზღვაური, ყვინთავი. და რა ვიცი, სერიოზული ტრეინინგები გაიარა, ეხლა არის ისის დაახლოებით ჩემი ტოლია და BP-ში მუშაობს, დიდ BP-ში და რავი, $25,000 უხდიან და მუშაობს თვეში რაღაცა 5 დღე. აი ესეთი ამბავია წყალქვეშა ყვინთავობა. ოღონდ პროფესიონალი მყვინთავია, ისე ყვინთავს, რომ არავინ რო არ ყვინთავს რა, ხო? რა თქმა უნდა, მისი სურვილი 20 წლის წინ რო გამხდარიყო მყვინთავი, ძალიან უცნაურად გამოი. აი, ეხლა თქვენმა მეგობარმა რო თქვას დღეს, რომ შენ მყვინთავი უნდა გავხდე, ხო ეტყვი, რომ ხო არ უბერავ რა მყვინთავი, რატო? ხო და უბერავს, მაგაშია საქმე. ზოგი ესე უბერავს და ზოგი ისე, რა და უნდა დაუბერო მოკლედ რა. რა თქმა უნდა. კაიხარ. დიახ. დიახ. ეს შეკითხვა დავბრძანდით, მადლობთ. ეს შეკითხვა მინისტრთან და მინისტრი დღეს არ წამოსულა. ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა, ნებისმიერი რამე, რაც ხელს უწყობს ბედნიერებას, უნდა იყოს ჩვენი მოვალეობა რა. თუ პროფესიის არჩევაში თავისუფლება, მოკლედ ის 7,500 პროფესია, რომ იყოს სადღაც ერთ საიტზე, ხო, ეს ხო არ არის რთული. და მით უმეტეს რომ ესეთი საიტები არსებობს, ხო? ჩვენ და მოვახერხოთ, ჩვენ ახლა ვართ ჩაკეტილ წრეში, რომ მართლა, აი მიდი და თქვენ მეგობრებს უთხარით, რომ აბა ვინ ჩამოთვლის მეტ პროფესიას და გარწმუნებთ, რომ 100-ზე მეტს ვერავინ ვერ ჩამოთვლის, ხო? ჩვენი მოვალეობა ეგ ნამდვილად არის, რომ მინიმუმ დავანახოთ. მერე რას იზამს, არაფორმალური განათლებით იზამს, ფორმალურით ასე იზამს, ისე იზამს, თავარი არის, რომ სახელი დაერქვას, ხო? აი ახლა წარმოიდგინეთ, ეს ხო შევადარეთ სიყვარულს, ხო? ესე იგი პირად ცხოვრებაში. ეძებ მოკლედ შენ გულისწორს და ვერ პოულობ, ხო? და მერე ვიღაცამ რო გითხრას, რომ შენ კი ვერ პოულობ, მაგრამ ნაღდად არსებობს, ვიცით რომ არსებობს. ხო გააგრძელებ ძიებას. ხო არ დანებდები. ეგეთი რაღაცაა, რო იცოდეს ბევრმა ჩვენგანმა, რომ მისი საყვარელი პროფესია არსებობს, გააგრძელებ და
ძებნას რა და თუ ადამიანმა ძებნა გააგრძელა უკვე კაი პონჩია იმიტომ რომ შენ აღთქმულ მიწას რო ეძებ მოკლედ უკვე ბედნიერი ხარ რა და როცა უკვე დაყაბულდი არასაყვარელ სამსახურს ან არასაყვარელ ადამიანს დამთავრებულია შენი ამბავი რა ასე რომ რაღაცებს გავაკეთებთ რა გამოვა არ ვიცი მაგრამ პირველი უნდა აურიოთ და უთხრათ რომ მოკლედ გიყვარს მე მაგალითად ამყავდა სამსახურში ხალხი სხვადასხვა სამსახურში და ვეკითხებოდი რომ გიყვარს და ტიპები ესე გაკვირვებულები მიყურებენ რომ და ამბობენ რომ ნუ მიყვარს რა ეხა მუშაობ რა ხო და მე ვეკითხები რომ ფული რო არ გადაგიხადო ამას გააკეთებ და ტიპი ამბობს რომ გონი რაღაცა ვერახარ ჯანმრთელად ხო მოკლედ ჩვენ გვჭირდება ის ტიპები მაგრა რო ევასებათ რასაც აკეთებენ ფული რა თქმა უნდა გადაუხადოთ ოღონ იმ ტიპებს უნდა გადაუხადოთ ვისაც ევასება ვისაც არ ევასება იმას არ უნდა გადაუხადოთ ხო კაი ბატონო შეკითხვები კიდე თუ გაქვთ მოგესალმებით როდის გიხდით რომ ცოტა თქვენ თემას უნდა გადაუხვიო მე ჩემ მოგიყვებით უბრალოდ გეტყვით ჩემს პრობლემას მე მყავს და რომელიც იყო სკოლაში საუკეთესო მოსწავლე მაგრამ ჩვენ მშობლებს არ ქონდათ იმის საშუალება რომ ორივესთვის დაეფარათ სწავლის გადასახადი და მას აქვს ახლა აკადემიური და მაინტერესებს რას აკეთებს განათლების სამინისტრო ან მინისტრი ასეთი სტუდენტების დასახმარებლად ამ სტუდენტებისთვის ვინც მიიღებს გრანტს არაფრის გადახდა არ უწევთ გრანტი თუ ვერ მიიღო ვერ ყოფილა მაგარი იცით რა არის არც ერთ საგანში როცა არ ემზადები ბავშვი და ლახავ და ირიცხები აქ უკვე გრანტზე აღარ არის ლაპარაკი მე გაჩვენებთ 1000 ბავშვს რომელიც არსად არ მოემზადა და გრანტი მიიღო ეგ არის რიჟა ბაზარი ხო მაგრამ ხომ შეიძლება რომ იყოს რამე დახმარება განათლების მოსწავლეებისთვის ცუდი მოსწავლეებისთვის დახმარება არ იქნება 10 და მარადის და უკუნითი უკუნისა სამწუხაროდ არ იყო ის ცუდი მოსწავლე კარგი მოსწავლე თუ იყო გრანტს მიიღებდა ხო მე მეკითხები და ჩემი აზრი ეს არის ხო მაგრამ მარტო გრანტზე ხომ არ არის აქ ლაპარაკი კი სახელმწიფო ეხმარება სტუდენტებს კარგ სტუდენტებს რომ უფასოდ ისწავლონ და ამ დახმარებას ეწოდება სახელმწიფო სასწავლო გრანტი სახელმწიფო სასწავლო გრანტს ვინც ვერ იღებს იმ სტუდენტებს სახელმწიფო არ ეხმარება ასეთი სტუდენტები წლობით ემზადებიან რეპეტიტორებთან და ყავთ საუკეთესო მასწავლებლები. უკვე გავეცი თქვენ კითხვას პასუხი და სხვა აზრი არ მაქვს სამწუხაროდ. ძალიან კარგი. აი როგორ ძალიან ვაი ვერ გავიგე ბოდიში. კი ბატონო. თქვენ თუ ხართ ბედნიერიო, ასე მკითხეს და თქვენთვის რითი განისაზღვრება თქვენთვის ბედნიერი? რითი განისაზღვრება ბედნიერება? ბედნიერი მე მგონი ვარ, ხო? და განისაზღვრება რითი? მე მაქვს ესეთი განსაზღვრება, რომ ვაკეთებ თუ არა ვაკეთებ თუ არა იმას, რაც მომწონს ეს არის ერთი განსაზღვრელი, როგორც გითხარით, ამის დიაგნოსტიკა ძნელი არ არის. მაგალითად, ორშაბათი თუ გეჯავრება და პარასკევი ძალიან გიყვარს, ეს კარგი ინდიკატორია, რომ შენ საქმეს არ აკეთებ, ხო? იმიტომ რომ კვირის დასაწყისი შესაჯავრებელი ნამდვილად არაფერი არ ჭირს ორშაბათს. ჩემი ორშაბათები არ მეჯავრება, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში მე ვნახოთ. ერთი ეს, მეორე სახში და მეგობრებთან მინდა თუ არა ლაპარაკი იმაზე, რასაც ვაკეთებ, დიახ მინდა, ხო? ეს არის მეორე განზომილება და მესამე განზომილება არის ვითარდები თუ არა, ანუ ვხედავ თუ არა, რომ შემდეგ დღეს ვარ უფრო ყოჩაღი, უფრო მწოდნე, უფრო დახვეწილი რაღაც თვალსაზრისით ვიდრე წინა დღეს და მგონია რომ კი. და ძალიან ბედნიერად გზნობ თავს, თან ეს ხო შეგრძნებაა და ისე კარგად ვარ, მადლობთ. იცით რა, დისკომფორტს ეგ არის მთავარი სიტყვა, ძალიან სერიოზულ დისკომფორტებს მიგნის, მაგალითად ეხლა ჩემი ტანსაცმელი არ მაცვია, არასდროს არ მწმია აი ესე, მაგრამ ეხლა მიწევს, რაღაცეებს ვაკეთებ, რაც აბსოლუტურად არ მინდა, რომ ვაკეთებდე, ანუ მიწევს, თუმცა ჯამი მაინც პოზიტიურია რა, ანუ თქვათ 1000 რამეს თუ ვაკეთებ, იქიდან 600 ან 700 მომწონს
და 200 ან 300 არ მომწონს რა. გამარჯობათ. გაგიმარჯობა. ანუ ერთი შეკითხვა მაქვს. მე მგონი მეთანხმებით იმაში, თქვენი საუბრიდან გამომდინარე ვთვლი, რომ აბიტურიენტების უმრავლესობამ არ იცის რა უნდა. ან გონია რომ იცის, მაგრამ სინამდვილეში არ იცის და აბარებს, მე მგონი მეთანხმებით ხო ამაში. ხო და ანუ თავიდანვე რომ მივანიშნოთ რა უნდა, ანუ თუ აპირებთ ამას როგორც მინისტრს ასე გეკითხებით, რომ სკოლაშივე რომ როგორმე მივახვედროთ რა უნდა სტუდენტებს. უნდა გავაკეთოთ აუცილებლად, არის ეხლაც რაღაცა პროფორიენტაციის გაკვეთილები შემოვიდა. თუმცა იმას ვინც ეხლა ასწავლის სკოლაში პროფორიენტაციას, თვითონაც შეიძლება მთლად ბოლომდე ესე იგი 7500 პროფესიის შესახებ არაფერი არ იცოდეს. თან ჩვენ ვართ მოდის ქვეყანა. ეს ხო შეგიმჩნევიათ, რომ მოდაში რომ შემოვა რაღაცა, კარგი ან ცუდი, მოკლედ მაგრა ყველა უბერავს მერე იქით, ხო? მოდაში უნდა შემოვიდეს ორიგინალურობა. რომ მოკლედ რო იტყვიან, რომ ეხა წარმოიდგინე, რომ შენმა მეგობარმა გითხრა, ან ნათესავმა, რომ მისმა შვილმა გადაწყვიტა ფარდების მკერავობა. ხო? შენ თუ ჩაიხითხითებ, ესე იგი შარში ვართ. ჯერ ისევ. თუ აღარ ჩაიხითხითებ და იტყვი, რომ რა ორიგინალურია, ყოჩახ ბავშვს თავისი გზა უპოვია, ესე იგი უკვე ვართ კარგ გზაზე და ნელ-ნელა მაკეთ მივდივართ. მე მგონი, იმიტომ რომ ჩემ ახალგაზრდა მე რო თქვენ ხელა ვიყავი, ხითხითი კიდე უფრო მეტი იყო, ეხლა შედარებით ნაკლებია. ეხლა ადამიანმა რო თქვას, რომ მე ვაპირებ, რომ გავხდე კომიქსების მხატვარი, რავი, ეტყვიან, რომ საყოველთაო მაგარია, ხო? უცნაურია, მაგრამ ძალიანაც კარგი. მოკლედ ეგ არის მთავარი, თქვენ ახართ მთავარი მრჩეველები, სკოლაც კი არ არის. აი შენ გარშემო რო ბავშვებია, იმათ შენ უნდა დაეხმარო, შენ უნდა და ყველანი უნდა დავეხმაროთ, რომ აი მე ხა ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ მე მითხრეს, რომ 3 ვარიანტია, იმ 3-დან 1 ავირჩიე, ხო? ეხა თქვენ იცით, რომ 100 ვარიანტია, თქვენ შენმა უმცროსმა დამ უნდა იცოდეს, რომ 1000 ვარიანტია და აი ესე ნელ-ნელა მოკლედ იქამდე მივალთ რა მე მგონი. ისმენთ. თუ გაქვთ შეკითხვები და რა ბრძანეთ? მე გავიმეორებ, თუ არ გესმით. დიახ. მაინც მინისტრთან არის. თქვენ მინისტრთან ხართ შესახვედრად მოსულ. კი ბატონო, გაგცემთ პასუხს. გაგცემთ პასუხს. კი ბატონო, პირველი და მთავარი ჩემი რეფორმა იქნებოდა, რომ სკოლა გავხადო საინტერესო. ძალიან მოკლედ რო ვთქვა, აღარ ჩაუღრმავდები, სკოლა ეხლა არის უინტერესო და უნდა იყოს საინტერესო. აი ეს არის მთავარი. რატო არის უინტერესო, როგორ გავხადოთ საინტერესო, ეს უკვე მინისტრთან. მოკლედ მე ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, განათლებაში სპეციალიზებული ჯადოსნური ჯოხი, ვთხოვდი, რომ სკოლა გახდეს ყველაზე საინტერესო ადგილი ბავშვისთვის. და დავამთავრებდი. დანარჩენი თავისით მოგვარდებოდა, დიახ. პირველ კლასელი თulis რომ ძალიან საინტერესოა, მე-7 კლასელი იტყვის რომ ბუც პროკლეტო ძენ когда я сел, ანუ შეაჯავრებენ, ჩვენი სკოლა ისეთია, მე-7 კლასამდე შეაჯავრებენ, იმიტომ რომ დატანჯავენ და მე-11 კლასში ისეთი პროფესიონალი ზარმაცი იქნება, ღმერთმა აშოროს თქვენ შულს. ისეთი პროფესიონალი ზარმაცი იქნება მე-12 კლასისთვის, რომ აღარ უშველის არაფერი. პირველ კლასელებს. ხო, ანუ ზოგი უკვე თავიდანვე შარშია და მოკლედ ჩვენ უნდა ვიყოთ როგორი იცი, პირველ კლასში რომ მაგარი ზარმაცი იყო, მე-7-ში უკვე შრომის მოყვარე უნდა იყოს და მე-12-ში უნდა ბძღვნიდეს. და პირიქითა ვარ ცოტათი რა და ეს ინტერესთან და უინტერესობასთან არის კავშირში რა. დიახ. მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე. ერთი წამი აი შეკითხვას მისვამენ. დიახ. ხო. გავიგე, ეგ მოსაზრება არსებობს, რომ მასწავლებლების ბრალია უინტერესობა, მაგრამ ეხლა აქ რომ მოვიდეს კაცი და ჩინეთში
წყალგაყვანილობა კანალიზაციაზე ლექცია ჩაატაროს ძალიან მაგარმა ტრენერმა, ისე დაგეძინებათ, რომ შეიძლება ვეღარ გაგაღვიძოთ. ანუ კონტენტი, შინაარსი თუ არ გაინტერესებს, ხო ყავს მეგობარი, რომელიც რაღაცას გიყვება, რომელიც აი ვაფშე არ გაინტერესებს, ხო? შეიძლება ძილობის პონჩი მოусმინო, მაგრამ ეგრო 12 წელი მოგისაჯონ. ხო დავიღუპეთ ესე იგი რა. ანუ მასწავლებელი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კონტენტი თუ არ ვარგა, ხო? მასწავლებელს შანსი არ აქვს. არანაირი შანსი არ აქვს რა. და ჩვენ მივედით იმ ადგილას, რომ კონტენტი უკვე აცდენილია რეალობას. მაგალითად, რატომ უნდა იცოდეს საზეპიროები, იქნებ ამიხსნათ აი იმ ბავშვმა საზეპიროები ქართული ნაწარმოებებიდან რატომ უნდა ისწავლოს. ვერ ამიხსნით, არ არსებობს ამის ახსნა. და სინამდვილეში იმიტომ ასწავლიან საზეპიროებს, რომ უვითარებენ მეხსიერებას, იმიტომ რომ ადრე ინტერნეტამდე მეხსიერება იყო ინტერნეტი და ამიტომ ჭირდებოდათ ადამიანებს. ეხლა აღარ ჭირდებათ, მაგრამ რას გონით, ინერციით მაინც უვითარებდა. ბავშვი რო გეკითხება, რომ დედა, რატომ უხეთქნა ასტამი ვარსკენმა, შენ ვერ აუხსნი, შანსი არ აქვს რა. ხო და ამიტომ კონტენტი თუ არ მოვარჩინეთ, მასწავლებელი ჩარშია ავტომატურად რა. დიახ, ის მიკროფონი. მოგესალმებით, ბატონო ალექსანდრე. მადლობა რომ მოვბრძანდით. მე გეკითხებით თქვენ როგორც არა მინისტრს, არამედ როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს. როგორ ფიქრობთ, ყველაზე დიდი პრობლემა განათლების ამჟამინდელ განათლების სისტემაში რა არის და თქვენი გათვლით რამდენ ხანში შეიძლება რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და დაეთყოს დღევანდელ საზოგადოებას? უკვე უპასუხე, ანუ სკოლა არის უინტერესო, ეს არის მთავარი პრობლემა და მე მგონია რომ 1-2 წელიწადში მოგვარებადი. პრობლემა მხოლოდ სკოლაშია? ყველაზე მთავარია, ხო თქვით და ყველაზე მთავარი ეს არის. და სკოლის პრობლემის მოგვარებით ეს განათლების სისტემის პრობლემა მოგვარდება, როგორ ფიქრობთ? ეს სერიაა შეკითხვების? ალბათ. სკოლის პრობლემის მოგვარებით ადამიანების ხარისხი გაუმჯობესდება. და ეს რამდენ ხანში შეიძლება მაქსიმუმ? 2 წელიწადში, მადლობა. უმიკროფონოდ ესე შორიდან ვერ გავიგონებ. მაშინ ჩავეჭრები. ბატონო სანდრო, მე მოვიპოვე კვადრატ და ამიტომ ეს ცოტა ნირფული გადახვევა იყოს. აქ რამდენიმე შეკითხვა იყო რამდენიმე პასაჟი და რაღაც მოვალედ ჩავთვალე თავი, მეც მოკლედ მეთქვა ჩემი ისტორია. იყო ერთი შეკითხვა, რომ ახალგაზრდები არიან და ზუსტად დაგვეხმაროს ვინმე პროფესიის არჩევაში. მეც ვიყავი ესეთ მდგომარეობაში, ვსწავლობდი ძალიან კარგად, ძალიან მაგარი მეგონა თავი. იმ პერიოდში მოდაშიც იყო ალბათ ექიმობა. დავიწყე ამ გზაზე სიარული, ვერ ჩავაბარე სამწუხაროდ, ჩავაბარე ბიოლოგიის ფაკულტეტზე და დავამთავრე, მაგრამ ეს მქონდა რომ რატო ვერ ჩავაბარე და ამიხდა ეს ოცნებაც, გავხდი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი. მესამე კურსზე ვიყავი, როცა უშუალო შეხება მქონდა პრაქტიკასთან და რომ მივხვდი რომ მე ავადმყოფს ვერ შევიყვარებდი ვერასოდეს. დამექცა თავზე ყველაფერი, კარგად ვსწავლობ რუტინულად და ზუსტად ამ დროს იყო ერთიანი ეროვნული გამოცდები და ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც მართლა უკვე ჩემი არჩევანი იყო. ეს ჩემი სამწუხაროდ არის 25 წლის ვიყავი ამ დროს უკვე, მაგრამ ეს იყო სწორი არჩევანი და ამ ცხოვრებაში ყველაზე კარგი რაც მაქვს გაკეთებული არის ეს, რომ აი ამ ასაკში მე არ ვთქვი უარი და რა ვიცი, გამიმართლა კიდეც, რომ უფასოზე მოვხდი, ეხლა ეს გოგონა პასუხობდა და ჩავაბარე და გავხდი აი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და ეხლა მინდა კიდევ იმ მატერიალურ საკითხს შევეხო, მე დიდი მადლობა რომ ეხლა დღეს ეს შანსი მომეცა. ჩავაბარე შემდეგ მაგისტრატურაში, მეც მქონდა მატერიალური პრობლემა და შევაჩერეთ კანონი იძლევა ამის საშუალებას, რომ 5 წლის მანძილზე არ გრიცხავენ ინსტიტუტიდან. სწავლობდი და შარშან დავასრულე, ეხლა ვარ 27 წლის, შარშან დავასრულე მაგისტრატურა და რა მოხდა? მე მინდა ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები არიან და მადლობა გადაუხადო, ეს საჯაროდ არასოდეს არ მithქვამს. 9 წელს მქონდა გადახდილი და მე დავაგროვე ეხლა წლის ბოლოს დიპლომისთვის გჭირდებოდა რომ ფინანსურად გასწორებული უნდა ყოფილიყო. და აღმოჩნდა ისე რომ მე დამახვედრა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სიურპრიზი. ეხლა ამის ეს არიციან თვითონ მათაც, მე ფიზიკურად შეიძლება არც ვიცნობენ, რომ ბუღალტერიაში რომ მივიტანე და ცნობა უნდა წამომეღო, მქონდა უკვე ზედმეტი 1500 ლარი გადახდილი, იმიტომ რომ ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თავისი შიდა მენეჯმენტით გადაწყვიტა, რომ ესე რამდენიმე სტუდენტზე მქონდა ისიც კი ვკითხე, რომ ჩემი პირადი ნომერი, იმიტომ რომ ეს მართლა ჩემგან დამოუკიდებელი იყო და ის 1500 ლარი მე უკან დამიბრუნდა. ამით მე იმის თქმა მინდა, აი ბატონი არჩილიც არის და რა ვიცი, ვინც ჩემი კათედრის გამგეა, ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ეს ადამიანები მე ფიზიკურად არ მიცნობენ, ჩემი ბიოგრაფია ისე იცოდნენ.
და ასე რომ იმედი არასოდეს მე ესე იცით რა ბატონო სანდრო მე ამ ბავშვების კუთხითაც მინდა გითხრათ რომ მე ახლა სხვა ასაკში ვარ და თქვენი თვითეული სიტყვა ჩემთვის პირდაპირ ხდება და ძალიან მაფიქრებს. კაი გაგებით მაფიქრებს და დიდი მადლობა მაგრამ ამ ასაკში შეიძლება მეც ესე მეფიქრა და ამიტომ არ შეგეშინდეთ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. კარგად იყავით დიდი მადლობა. აქეთ ბატონს უნდა სიტყვა თუ შეიძლება იქნება გადმოვაწოდოთ რა. პავლე ასათიანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ბატონ ალექსანდრე, ვიყავით ახლა თქვენს მშობლიურ ჩოხატაურის რაიონში. იყოს ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თაოსნობით საგანმანათლებლო რესურსის ხელმძღვანელის თანადგომით. ჩვენი ამ აზრით, უნივერსიტეტის აზრით, თავარი პრობლემა დღეს განათლებაში ალბათ ინფორმაციული წიგნიერება თუ თქვენ დაგვეთანხმებით. და აი ამ კუთხით ჩვენ შევადგინეთ საინტერესო ძალიან პროექტი გურიის გუბერნატორის მხარდაჭერით საგანმანათლებლო შეხვედრამ ერთხმად მიიღო შეკითხვა გაქვთ ბატონო? და კი ბატონო დავასრულებ შეკითხვით და მიმართეს სამინისტროს თხოვნით რათა მხარი დაუჭირონ ამ პროექტს. მიიღეთ თუ არა თქვენ ეს წერილი. მინისტრი დღეს არ წამოსულა, ამიტომ ვერ დაუსვამთ ამ შეკითხვას. გაზრავად, თუ სამინისტროს წარმომადგენელთან, ბაი. არ წარმომადგენელი არ არის არავინ სამწუხაროდ ბრძანეთ. ორ საკითხს მინდა რომ შევეხო. მისვამ შეკითხვას და ეხლა. არ უთქვამს ეგეთი რამე ზუსტად ვიცი. ზუსტად ვიცი რომ არ უთქვამს ეხლა ხანს ველაპარაკე და არ უთქვა. თქვა? ვიტყვი და მივაწოდე. ტყუილია. დიახ, რა თქმა უნდა. ჯერაც არ დაწერილა ტყუილი რასა. ეროვნულ გამოცდებზე გასვლა ყველა შეუძლია რა თქმა უნდა. ხო, ბოდიში. აი, იმ გოგონამ რო კითხვა დასვა, იმ გოგონამ რო კითხვა დასვა, რომლის დის სწავლაც ვერ დააფინანსეს, ხო? ჯერ იმ საკითხში თქვენ გაგიმართლათ, რომ და დაგიფინანსათ ვიღაცამ სწავლა, ხო? ვიღაცა არა, გაცადათ ვიღაცამ სწავლა. დისკუსიას ფორმატი არ გულისხმობს, კითხვა თუ არა, ხო და ეკითხვა გამიჩნდა, რომ ვისაც არ გამომართლა, იმა რა უნდა ქნას. მოგახსენებთ, უნდა წავიდეს პროფესიულ განათლებაში. ესე იგი, მთელ მსოფლიოში ჩვენთან მაგალითად უმაღლეს გრანტის მიმღები არის მე მგონი 6000 რაღაცა გამოდის ჯამში. მოკლედ 27000-დან შეიძლება ციფრები ცოტა შემეშალოს, მაგრამ პრინციპი იგივე. 27000-დან გრანტს იღებს სადღაც 6000. ანუ 27000 შედის გამოცდებში, აბარებს დაახლოებით 20 და ამ 20-დან მე-13 იღებს სრულ გრანტს, ასე ვთქვათ რა. ძალიან უხეშად რო ვთქვათ. ეს პროპორცია არის უფრო მაღალი ვიდრე მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში. შეკითხვა რა უნდა ქნას ტიპმა, რომელმაც ისეთი მაგარი არ არის, რომ გრანტი მიიღოს და თან მის ოჯახს საშუალება არ აქვს, რომ თვითონ გადაიხადოს, პასუხი არის პროფესიული განათლება. მთელ მსოფლიოში ეს პასუხია, ჩვენთანაც ეს პასუხია. პროფესიული განათლება არის სრულიად უფასო, სახელმწიფო აფინანსებს ყველასთვის, ანუ გრანტული პრინციპით კი არ არის, აბსოლუტურად ყველა, ვინც ჩააბარებს პროფესიულ სასწავლებელში, ისწავლის უფასოდ. ეს არის პასუხი. გამარჯობათ, პროფესიულ სასწავლებელს შევეხები და რა ქნას ადამიანმა? ხართ ვერ დაგინახეთ, ბოდიში. აუი აგერ. მაბატია. ბოდიში. სადღაც ვიყურებოდი შორს. რა ქნას ადამიანმა, ვინც სწავლობს პროფესიულ სასწავლებელში, მაგრამ შემდეგ ვერ შეულობს სამსახურს. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საქართველოში პროფესიული სასწავლებლებიდან გამოსული ბავშვებსაც აქვს სერტიფიკატი, ეგრეთ წოდებული დიპლომები. ვერ შეულობენ, იმიტომ რომ თქვენ უმაღლეს სასწავლებლებს დიპლომს. მაშინ რა უნდა ქნან? რა უნდა ქნას და ჯერ ერთი უნდა
გააგრძელოს მცდელობა, იმიტომ რომ მე გეტყვით, რომ პროფესიულიდან დასაქმება მისმენთ გოგონა, ხო? გაინტერესებთ. პროფესიულიდან დასაქმება გვაქვს დაახლოებით 50%. უმაღლესიდან დასაქმება გვაქვს დაახლოებით 25%. შეხედეთ? ანუ პროფესიულიდან 50% საქმდება, უმაღლესიდან 25%. შესაბამისად, ეს პრობლემა პროფესიულის პრობლემა არ არის, უმაღლესის პრობლემაც არის. ჩვენ მომავალში მოკლედ შევეცდებით, რომ პროფესიული სამუშაო სასწავლო ადგილებიც გაბევრდეს და მათი შესაბამისი სამუშაო ადგილებიც გაბევრდეს და მეორე რასაც ვცვლით არის, რომ პროფესიულ დამთავრებულს შეიძლება რომ გააგრძელოს უმაღლესში სწავლა რა. თქვა თუ დღეს უკვე დაამთავრა პროფესიული და უმაღლესი თხოვენ, ჩვენ ახლა ვმუშაობთ ჯერ რომ სახელმწიფო სექტორმა აღარ მოითხოვოს უმაღლესის ეგ პრობლემა მარტო პროფესიულზე არ არის, ხანდახან მაგისტრატურას ითხოვენ, სადაც პრინციპში ბაკალავრიატიც არ არის აუცილებელი, ხო? ანუ ბევრი პროფესიაა, სადაც პროფესიული საკმარისია. ოღონდ ეს პროფესიული როგორც ბრენდი არის გაფუჭებული რა, იმიტომ რომ მასწავლებლები ეუბნებოდნენ ბავშვებს სკოლაში, რომ თუნდაც თუ მოიქცევი, პროფში მოხვდებიო რა. ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს ნელ-ნელა. ბევრი ხალხი ყავს, სხვათაშორის საერთაშორისო სტატისტიკაც ესეთია, რომ ერთ პროფესიულს ამთავრებს, მერე მეორე პროფესიულს, ანუ ბევრ პროფესიას აგროვებს. ეგ საერთოდ ჩვენი შრომის ბაზრისთვის, თანამედროვისთვის გავრცელებულია, რომ ერთ პროფესიიანით ნაკლები შანსი გაქვს, მაგრამ რამდენიმე პროფესიით მეტი შანსი გაქვს რა. ანუ მაგალითად მე მყავს მეგობარი, რომელიც იურისტია, ესე იგი გახდა ტურისტული გიდი სერტიფიცირებული, გახდა ფოტოგრაფი სერტიფიცირებული და ეხლა უკვე ეს მისი ჩაწოლილი კარიერა რაღაც პერიოდის განმავლობაში ნელ-ნელა გამოცოცხლდა. მოკლედ გაგრძელება სწავლის არის ერთ-ერთი ვარიანტი ისევ უფასო პროფესიული მიმართულებით. ძანეთ. მოგესალმებით. მადლობა პირველ რიგში მოგზაურობისთვის. თქვენს ერთ-ერთ ვიდეო ლექციაში თქვენ თქვით, რომ ბიზნესში არსებობს ეგრეთ წოდებული up-or-out მეთოდი. და თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება პირდაპირ კარიერულ ცხოვრებაში ამ პრინციპის გადმოტანა? ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ხო? მოკლედ up-or-out ნიშნავს იმას, რომ მოთხოვნები იზრდება და თუ უკეთესი არ გახდები, მოკლედ რესტორანმა რო თქვას, რომ მე როგორ ნიგზიან ბადრიჯანსაც ვაკეთებდი, ისეთივე ნიგზიან ბადრიჯანს გავაკეთებ, მას კლიენტები მოაკლდება. არადა უცნაურია, იმიტომ რომ ხო ისეთ ნიგზიან ბადრიჯანს აკეთებს, მაგრამ კლიენტმა გასინჯა უკვე უკეთესი სადღაც და აქ აღარ მოვა. ტექნიკურმა უნივერსიტეტმა რო თქვას, რომ შარშან როგორაც ვასწავლიდი ენერგეტიკას, წელსაც ისევე ვასწავლი, ეს ნიშნავს, რომ უარესი გახდა, ხო? თქვენ როგორც მეუღლემ ისეთივე ყურადღება რომ მიაქციოთ თქვენ მეუღლეს წელს როგორც ჩარშან, აუცილებლად მიიღებთ პრეტენზიას, რომ აღარ მაქცევს ყურადღებას, იმიტომ რომ მოლოდინი იზრდება. იმიტომ რომ სადღაც ნახა უფრო ყურადღებიანი ტიპი მოხდა თვალში, ხო? მოკლედ ეს პრინციპი, ეს up-or-out ამბობს, რომ შენ თუ უკეთეს არ აკეთებ, მაგალითად ნიგზიან ბადრიჯანს, ან დიპლომებს, ან ლექციებს, ესე იგი აკეთებ უარესს. და თუ უარესს აკეთებ, კაი ერთხელ გაგივა, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ და მერე ეს აუთ მოკლედ გარდაუვალია და მე მგონია რომ ეს პრინციპი ყველაფერზე ვრცელდება აბსოლუტურად სპორტზე, მეგობრობაზე, ყველაფერზე, ხო? რავი, თამადა არ გყავთ ისეთი, რომელიც ისევე თამადობს წელს, როგორც ჩარშან და აი აქ არის, უკვე აღარ გვინდა, ბატონო, გაიტანეთ, ხო, გრენლანდია. ჩვენ გვინდა ცოტა მაინც სიახლე, ხო? შეიძლება რევოლუცია ყოველ წელს ერთი სადღერძელო არ უნდა დაამატოს, ან ერთი რაღაცა ახალი ხუმრობა ხო გვინდა რომ მოისმინოთ. ხო, ასე რომ მე მგონია რომ აბსოლუტურად ყველაფერზე ვრცელდება ეს up-or-out. მოგესალმებით, მე ვარ მათემატიკის მეოთხე კურსის სტუდენტი და მაქვს თქვენთან პატარა შეკითხვა. უკვე ვამზადებ მოსწავლეებს პარალელურად და ძალიან სიამოვნებს ბავშვებთან ურთიერთობა. ანუ ფაქტიურად უნდა ითქვას, რომ გარკვეული შემოსავალი მაქვს. მაგრამ პარალელურად ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება და ბუნებაში ხეტიალი, ლექსის წერა და ჩანახატის გაკეთება. ხო. ბედნიერი ადამიანი. კი ბატონო, მაგრამ სიამოვნებს უფრო მეტად მეორე, ანუ ბუნებაში ხეტიალი და ფოტოების გადაღება.
გამომდინარე იქიდან რომ მაქვს უკვე შემოსავალი, ანუ ჩემი თანხა, ესეც მნიშვნელოვანია ჩემთვის და თქვენ როგორც ადამიანს და არა მინისტრს. როგორ წარმოგიდგენიათ მათემატიკის და ფოტოგრაფის მიქსი, ასე ვთქვათ. გადასარევად წარმომიდგენია, უფრო უცნაური მიქსებიც არსებობს, დაბრძანდით. მოკლედ 10,000 საათის წესი იქნებოდა ჩემი რჩევა თქვენთან. ანუ თქვენ ფოტოგრაფიას თუ უყურებთ როგორც ჰობის, შეიძლება აპ არ გააკეთოთ, ანუ არ განვითარდეთ. თქვენ უნდა შეხედოთ ფოტოგრაფიას როგორც პროფესიას და მომთხოვნი გახდეთ თქვენი თავის მიმართ. ის ჩემი მეგობარი რომ მოგახსენეთ, იყო ბიზნესმენი და ეხლა არის ფოტოგრაფი. ოღონდ რო ვიმსჯელეთ ამ საკითხზე, მე ვუთხარი რომ შეეცადე, რომ 50 ლარი მაინც გადაგიხადოს ვიღაცამ, ქორწილში მაინც მიგიწვიონ ფოტოგრაფად ჰობის რეჟიმში. და ეხლა ეს გამომდგარი ბიზნესმენი იყო და ქორწილის ფოტოგრაფობა იდეაში არ მოსწონდა, მაგრამ მაინც რახან უყვარდა ის საქმე, ქორწილებში არა, მაგრამ რაღაც ივენთებზე დაიწყო, აი მოვიდოდა ტექნიკურ უნივერსიტეტში და ეთყოდა რომ 300-400 ლარს იღებენ, ხო ფოტოგრაფები ეთყოდა რომ გეხვეწებით 50 ლარად გამაკეთებინეთ და გააკეთებინეს და ნელ-ნელა უკვე ის რაც ჰობით დაიწყო, დამთავრდა დღეს 5-6 ლარს შოულობს, ბედნიერია ძალიან და ძალიან კარგად თვეში 1-10 გადაღება დაჯავშნული აქვს საფუძვლიანად. ასე რომ სერიოზულად თუ მიუდგებით, არ მიატოვოთ ბავშვების მომზადება, ეგ ისეთი საქმეა, რომ პარალელურ რეჟიმში შეიძლება, ოღონდ დააძალეთ თქვენ თავს, რომ ფოტოგრაფიაში სულ უფრო მაგარი იყოთ. ანუ ხშირ შემთხვევაში ჰობით სანამ განიხილავ, არ ვითარდები. არ უღრმავდები, ხო? წიგნები უნდა წაიკითხოთ, მართლა გაკვეთილივით უნდა იაროთ, ანუ ხეტიალი აღარ უნდა იყოს, უკვე მიზან მიმართული ვიზიტები უნდა იყოს და შეეცადეთ, რომ ცოტა ფული მაინც იშოვოთ ფოტოგრაფიით, რა და მაშინ განვითარება აუცილებლად წავა და გაგრძელდება. ბრძანეთ. დიახ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, საინტერესო იყო თქვენი გამოსვლა. ანუ თქვენ ისაუბრეთ დიდარ ადამიანებზე, რომლებსაც ყველაფერი აქვთ, უზრუნველყოფილები არიან და მაინტერესებს, მაგრამ არ აქვთ ბედნიერება ყველაზე მთავარი. და მაინტერესებს, ანუ რას ურჩევდით? როგორ უნდა მოიპოვონ ეს ბედნიერება, ანუ როგორ გაბედნიერდნენ? მადლობა. მოგახსენებ, ზუსტად ისევე უნდა გაბედნიერდეს მატერიალურად დიდარი ადამიანი, როგორც მატერიალურად ღარიბი ადამიანი, ანუ ის აკეთოს, რაც უყვარს. რო დააკვირდეთ მართლა მდიდრებს, ძალიან მდიდრებს, საბოლოო ჯამში ამას აკეთებენ. ზოგი ვენახის მოყვანას იწყებს, ზოგი ბავშვების დახმარებას, ზოგი ქველმოქმედებას, ზოგი რწმენაში მიდის. მოკლედ, მდიდარი ხარ თუ ღარიბი მატერიალურად, მაგას დიდი სხვაობა არ აქვს, ის უნდა აკეთო, რაც გიყვარს და უნდა დახელოვნდე და განვითარდე. რა ეს არის ეს რეცეპტი, რაც ვილაპარაკეთ, დიდარზეც ვრცელდება, ღარიბზეც და ყველაზეც. გისმენთ აბა? დავამთავრეთ მე მგონი. წარმოდგენა არა მაქვს არანაირი. ესე ჩამოვალ, ეხლა დავამთავროთ. დიდი მადლობა მეგობრებო, ვინც მოხვედით, ესე იგი და წარმატებას გისურვებთ, ბედნიერებას გისურვებთ და აბა თქვენიც დროებით.